ნიგუშ. ჰორიზონტალურად დაჯი. 32 გრადუსი. მოგინდა დამახები. მოგესალმებათ ბუნკერი, ეს არის ჩვენი რიგით მე-6 ეპიზოდი. ჩვენი მასპინძელი დღესაც, როგორც წინა ეპიზოდში იყო, არის სტუდიო 314, რომელიც მდებარეობს ელექტროვერკის სივრცეში და თუ გიყვართ დესერტები და თან გსურთ რომ რაღაც გასაოცარი დესერტების მომზადება ისწავლოთ, აუცილებლად დაუკავშირდით ამ კომპანიას და დანარჩენში თქვენითაც დარწმუნდებით რა. ხოლო ჩვენი დღევანდელი სტუმარი არის ჩემთვის და დარწმუნებული ვარ ბევრისთვის უსაყვარლესი ადამიანი, მსახიობი დიმიტრი ტატიშვილი. მოგესალმები დიმა. გამარჯობა დიმიტრი. გამარჯობა. ძალიან მიხარია რომ მომეცეთ. წარმატებას გისურვებთ. ბუნკერელი გახდი დღეიდან. მე ბუნკერი მისთვის მინდა. ეს პი არის, პი 314 პი არის? ხო, კი, ეგ არის. ის 314-ია. ეს ის 314-ია, პირო. პირობდა. ზუსტად რომ ეგ არის. აი, ესე იგი დღეს გვექნება ცოტა განსხვავებული ეპიზოდი. ჩვენ ვართ ლაგების პროცესში რა. ძალიან ახალი დაწყებული გვაქვს ბუნკერი. ვფიქრობთ რომ საინტერესოდ შეიძლება ახალ მშენებლობის პროცესში ვართ. ბევრს ვექსპერიმენტობთ და ვცდილობთ ეპიზოდიდან ეპიზოდამდე რაღაცები განვავითაროთ რა. ხო და დღესაც რაღაცეები გვექნება ცოტა განსხვავებულად. მაგალითად ყველასთვის საყვარელი რუბრიკა განსაკუთრებით ბავშვებისთვის, ღრმად მოხუცებულებისთვის, ეროვნული რუბრიკა, რომლის წარმოდგენი იყო ქალთა და კაცთა ბედნიერება ამოვიღეთ. დღეს ერთი საინტერესო მკვდარიც ამოვიღეთ. დღესაც არ იქნება ეროვნული რუბრიკა. არა, ეროვნული რუბრიკა არ იქნება რა. ხო და მოკლედ შეგვიძლია პრინციპში დავიწყოთ და გავყვეთ, რაც თავარია ობიახლები დავტოვეთ რა. დანარჩენი ტრადიციულად ქალთა და კაცთა ბედნიერება პერიოდულად თეიმურას ჭაბუკიანი, მე უბრალოდ ნიკოლოზი და დიმიტრი ტატიშვილი. როგორც ვიწყებთ ხოლმე, ეგრე დავიწყოთ მარტივად, როგორ ხარ? გზაში გეკითხე, მაგრამ აქაც შეგეკითხები, როგორ ხარ? კარგად. თუ შეიძლება ჩვენ ქვეყანაში კარგად მოხრო, ვარ კარგად. შეძლების დაგვარად გადა. იმის მიხედვით, რაც ხდება ჩვენს გარშემო და ჩვენში. საკმაოდ საინტერესო ცოტა გამოუცნო მდგომარეობაში ვარ და იმედია რაღაცები თანდათან გზადაგზა გამოჩნდება და გაირკვევა და უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩვენ ესე ვიწყებთ ხოლმე ობიახლებით ვიწყებთ, ობიანი სიახლეებით ჩვენ ეპიზოდებს და ეს რაღაცა მნიშვნელოვანი ნაწილია ყოველ შემთხვევაში ამ ეპიზოდამდე. ეს არის. კი. არემა. კი. და დავიწყოთ პირდაპირ. გადავიდეთ ჩვენს ობიან სიახლეებზე და მიმოვიხილოთ თუ წინა კვირას რა იყო რა დაობდა წინა კვირას რა გვიყროლდა რა დაობდა ვნახოთ რა. ერთ-ერთი ობიანი სიახლე რომელიც ამ კვირაში გამოჩნდა და ვფიქრობ რომ ამ რუბრიკის ისეთი ღირსეულად დამწყები სიახლეა ესე ჟღერს მოკლედ არქეოლოგებმა დმანისის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს 1.8 მილიონი წლის წინანდელი ადამიანის ყბის ნაწილები რა. ყბა. და რაც აფრიკის მიღმა ეს ტიპის აღმოჩენებში ყველაზე ძველი არის ეს, რაც ახლა აღმოაჩინეს დმანისში. და საკმაოდ საინტერესო სიახლეა ჩემი აზრით, არ ვიცი რამდენი სასაცილო, მაგრამ მაგას ობიანი აღარ ქვია. ძალიან დაობებული. ობი აღარ არის, უბრალოდ განადგურდა ობიც. ხო და ეს ღირსეულად გახსნა ობიახლები, მაგრამ ძალიან საინტერესო სიახლეა ჩემთვის პირადად, რაღაცა დრო გადის და საქართველოში მეტად და მეტად საინტერესო რაღაცეები იჩითება. მე მახსოვს წიფწა მოაჩინეს, ხო? რის მერეც სოფლიომას აღიარა, რომ ღვინის ქვეყანა საქართველო არის. და მე მახსოვს პარიზში ვიყავით მე და ჩემი მეუღლე და იმის ტრიუმფალური თაღი ბავშვობიდან მიყვარს ეგ წიგნი და მაგის ხარჯზე თავარი პერსონაჟი ხო იმას სვამს. ვახ, დამოვიწყდა. გლინტვეინს? არა, გლინტვეინს არ სვამს. გომი ორიგინალს. ჭაჭა. არ არის ვისკი რა. ვახ. ბურგონი. მოკლედ რაღაცას სვამს რა დამოვიწყდა. ვისაც გაგახსენათ დაგვიწერა. ალკოჰოლურს? კი, ალკოჰოლურს რა, რამ დავივიწყდა. მოკლედ მაგას ვეძებდი მთელი პარიზი. რაც ჩავედი პირველივე წამიდან მაგ სასმლის ძიებაში ვიყავი, ვერსად ვერ მივაგენ. და ერთ-ერთ ბარში აღმოვაჩინე წამოსვლის წინა დღეს, ეგ სითხე და იმან მკითხა საიდან ხარო რა, ბარის მეპატრონებ გავიცანე და მეთქი საქართველოდან თქო. და პარიზში, საფრანგეთში ტიპმა მითხრა, რომ ღვინის ქვეყნიდან ყოფილ ხარო. იმდენად ვიამაყე მეთქი ხო არ გადაობ რა რომ საღო ჯიგარი ხარ კი მაქინდან ვარ მეთქი რა მე როგორც ხა ამის სპეციალისტი არ ვარ მაგრამ რაც ჩემს კურსს მოწვდა ასეთი რაღაცა რომ ღვინის სამშობლო კი გასაგებია იმის გამო რომ ასეთი ძველი ნარჩენებია ადამიანისო ხო ეს ნიშნავს რომ ადამიანი ახო
ანუ კი არა. კალვადოსი ვეძებდი და ბოლოს მივაგები. ხო და ძალიან ბანძის სიტყვია. ადამიანი აქ კი არ მადლობა გადმოსახლდა. აუდიტორია დარბაზის დახმარება. ქართველების წინაპრები აქ კი არ გადმოსახლდნენო. აქ იყვნენო. დავიდან ოდით ხო, გამოვიდა. ხო. ანუ აბორიგენი სასტავი ყოფილვართ. ჩვენი ისინი რა ქვია, ჩვენი წინაპრები. მაკით მიდის ეს ასე თეორიაა, რომ ანუ თქვა ნორვეგიაში ჩასულია, აქედან სამხრეთიდან ჩასულია ისლანდიაში, რაღაცა. ამერიკაში ყოსუ ჩასულია. ხო და თუმცა იქაც იყვნენ აბორიგენები. ხო და მაშინაც მექსიკიდან გადადიოდნენ. ჩუდიელები. ჩვენ აქ ასაიდან მოსულები არ ვართ, აქაურები ვართ. ხო და ძალიან კაი სიახლეა რა და ვნახოთ. კარგია, კი. მე მგონია რომ ეს ჩვენ მიწის ქვეშ კიდე ბევრი საინტერესო რაღაც ობი მოვაცილოთ მაგას და ესე იგი გადავხადოთ. ესაკეთ ხო რა. ყველაფერს უბი აეხადა. იქნება ახალი ტერმინი. ნუ დავაობერთ, მაგას მას ნუ კი დავაობერთ. ბატონო. კაი, გადავიდეთ შემდეგ სიახლეზე. ოჰაიოში დაიბადა ყველაზე ასაკოვანი ჩვილი. ხო საინტერესო ჯღერს. მოკლედ ახალშობილი არის ბიჭუნა, რომელმაც სავარაუდოდ რეკორდიც მოხსნა, კერძოდ ეს ბავშვი დაიბადა ემბრიონიდან, რომლის გაყინვაც მოხდა 1994 წელს. და იგი დაიბადა 26 ივლისს. აი ამ გაყინული ემბრიონიდან ეხლა გამოიჩეკა და ამით მოიხსნა რეკორდი რა. ყველაზე მოხუცი ახალშობილი არის. შეიძლება ასეც იყოს. მოხუცი არ არის ახლა ვთქვათ 94 ახალშობილებისთვის ბაშია საიდან შეხედავ? 94 დასაწყისიდან შეხედავ თუ ახალშობილებისთვის მოხუცია, აბა რა არის. ახალშობილის ყოლობაზე 94-ში რო გაჩენილიყო, ეხლა იქნებოდა ჩემხელ. ხო. მოხუცი ხარ შენ? არა, მაგრამ ემბრიონისთვის მოხუცობაა ეს აბა ესე რა. ემბრიონის გაყინვა საინტერესო. მოიცა დედამის ნაშობა? არა. მამამის მაშობა. გაყინდა. რა მამამშობაო. სუროგატმა ხო, ვიღაცას ჰქონდა გაყინული და გაყიდა ეს ემბრიონი. მერე და სხვა გააჩინა ეს ბავშვი. ემბრიონი. რა რას ფიქრობ? ზოგადად უკვე ჩასახული ემბრიონი როგორ გაყინეს? არა, ეგრე ხდება. ცალსახა ეროტიკოსობა. ხო არა, ემბრიონი არის უკვე ეგ არის ჩაისახება. აშკარად მართლმადიდებლობის რა ქვია წინააღმდეგ გამოცხადებული ბრძოლა. რატო? როგორღაც რატო რა? ეს არის როგორ შენ უნდა მოსწოთ ეგ. ამოვძიროთ უნდა. უნდა მოსწოთ ეგ ადამიანი. ეს ვინც დაიბადა უნდა მოусმოთ ეგრე. მოსაგლავია რა. მოსაგლავია. ითმა რეკორდი მოხსნა, არ დაუბრუნდო. მართლმადიდებლობის ეს არის ძილის მომთხელია როგორღაცა. გასლაბარება. არა ეს ვიხუმრე რამე იყოს. თადეუს დენიელ პირსი, ანუ თუ გადაწყვეტ სერიოზულად. თადეუსი? ეს დასაბრედია, მაინც სახელი რო იცოდე. არა, მე თადეუს დენიელ პირსი. მე მივესალმები ყველა სიცოცხლეს, რომელიც გაჩნდება დედამიწაზე. თუნდაც იყოს აი ეს ჯანდაბაც, რომელიც ძალიან მეზიზღება, აი რო ჭრიჭინებს საფულში, აი მეზიზღება. ჭრიჭინა? ეგ ჭრიჭინა არა, რაღაც სხვა არის. აი ღრიჭინა. აი არ ვიცი რაღაც ჯანდაბაა, ჭრი. მეზიზღება, მაგრამ აი საფული ბავშვობაში სხვათა შორის არა, ღამერო ჭრიჭინა. როგორ? ეგ ჭრიჭინა. სხვათა შორის ბავშვობაში, ღრმა ბავშვობაში მეგონა ბაკურიანში ვისვენებდი და იქიდან მოდის ეს. ჭრიჭინა იყავ. არა, ჭრიჭინა ვიყავი, არ დამავთავრებინე ხა ეს. ეროვნული რუბრიკასავით არ გამიკეთო ძალიან ხო. ვიტაშვილი ხო ხედავ რომ აღარ არის დღეს. ეროვნული რუბრიკი, ჩემი ეროვნული რუბრიკის პირველი ხელმწყობი. ბოდიში მაყურებელთან, ბოდიში კიტოსთან დღეს კიტო არ ყავს. ისეთი ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე დაობდა ობიექტური ობის მოცლის პერიოდშია და შემდეგი ეპიზოდებიდან რა თქმა უნდა კიტოც დაბრუნდება ჭრიჭინებზე ჭრიჭინები მეგონა ანუ ეს ბაკურიანში რო ვიხედებოდით საზე ეს ვარსკვლავები ხო ციმციმებდა ხო და მეგონა რომ ეს ვარსკვლავები გამოცემდა მაგ ხმას ვარსკვლავი გამოცემა ჭრიჭინები ვარსკვლავები ბევრი ერთად უტრან ბაკურიანისცა და ეხლაც ეგრე გონია ზოგჯერ ბაკურიანის ზოგჯერ ეხლაც ეგრე ხან მე რევახობ მე მოვიწყდება რაღაცა მე ეგეთი რომანტიკა არა მაქვს ამას ეს აი ზაფხული მაგით მე არ მიყვარს რომ ის ხმები მესმის აი თორე სიცხე დააცხეს და ის უფრო მეზიზღება ეს სიცხე ხმები უფრო გეზიზღება ვიდრე სიცხე იმიტომ რომ ის მაღალ სიცხეზე მეშვებიან და აი წვენი არ ხდილი მაქვს რა ყველა სახსრის ანთება მაქვს იმიტომ რომ ივნისიდან მოყოლებული კონდიციონერი არც მანქანაში არც სამსახურში არც საძინებელში არცად არ გამითიშავს. კარგია. თან. ჩემზე ზრუნავენ ხოლმე ტაქსის თვალები, რომ ჩდები და არ არის კონდიციონერი ჩართული, ჩარო ჩავხდა კონდიციონერი და იცი რა არის, ასაკში შეგაწუხებს.
ესეთი პასუხი ხდება ხოლმე. ასაკში შეგაწუხებს. თითქოს მიხარია ამდენ ფულს რო თვითონ ასაკშია და შეწუხებულია? ან ჩემზე ზრუნავს, თვითონ თავისთავად არ აინტერესებს რა. შეგაწუხებს ჩარტე. ხო და მოგლით იმ ჭიჭინების რა არის რა ქვია. რაღაცა იმ კალიებს აგვანან ეგენი და ეგ ტემპერატურა მაღლა რო ადის, ფეხებით იზოლავენ აი ამას. ხო, ეს გამოსცემს ხმას. და მაგით შეჭრია მე. და მე მინდა რომ ვიღაცამ შემოიყვანოს ფრინველი, რომელიც მაგას ჭამს. აი, შეხოთაშორის კოღოებზე რო გქონდა ის იაპონელებმა გამოიჩენ ერთ-ერთ დასაწყისში, პირველ ეპიზოდში გქონდა ერთ-ერთი ესეთი სიახლე. იაპონელებმა გამოიგონეს რაღაცა აპარატი, რომელიც წამში რაღაცა წამში 30 კოგოს კლავს. და მე მქონდა იდეა რომ ფოტოში ბევრი დაგვემონტაჟებინა რა, მაგრამ ნუ დარჩა იდეათ. ხო, მაგრამ ეგ ხა ფული დაждდება რაღაცა ტექნოლოგიები აღარ განავითარა. ფრინველების შემოყვანაზე შეგვიძლია შეხოთაშორის ისე მივიმართოთ. ერთხელ ვიხიდით ძალიან ცნობილი კრიტიკული ადამიანი ფრინველების მობილობასთან დაკავშირებით და არა მარტო ფრინველებს შეგვიძლია მივიმართოთ. ცხოველების უფლებების დარღვევას არ იხება რომ შემოვიდნენ ახლა ბლომად არიან ეს ჯიგრები, ამ საქმელი აქვთ ბლომად. ბურთი და მოედანი მიეცემათ. არავინ არ ჭამს, არც ერთი ფრინველი არ ჭამს მაგას მე მგონი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არიან და ძალიან ხმაური არის. აი მართლა. მე ზიზღება, ნუ აი მართლა მე ბევრს ვიცნობ, ვისაც ეს ზღება, იმიტომ რომ ზოგიერთი არის კაცმა და არც ერთს ვისაც უყვარს. ყურადღებას ნუ მიიღეს. ხო მიიღეს ყურადღებას, უგრუნდეს აი ეგეთ მაღალ სიბრული გაბრაზებულია ხე ბიჭო. ხო და შემოიყვანეს რა. ბასტაინების დახარჯვა ჯობია. ხო ის ფიქრები ბასტაინები თო შეგვივიწროს ცხოვრება. შემოიყვანონ ერთი 200 ოჯახი, გამრავლდებიან, საჭმელი ბულმა არის. ნაფიქრი რო გაქამასე. ირანელები შემოყვანა, შემოიყვანა ეგ და დიმა პროექტის სახე რომ მივცეთ. სომალიდან ხალხი შემოყვანა. გასაგებია მოაქვს სომალიდან შემოყვანა ხალხი. პროექტის სახე მივცეთ მაგას რა. როგორ მივცეთ? დაუწეროთ პროექტად და არ მინდა, წილი არ მინდა, პატენტი რაღაც არ პატენტი არა. არ მინდა. არა, ვინც გაიხსენებთ ხა კარგ ხალხებში ვის დამყოფია და ჩვენი აუდიტორია ალბათ ასე თუ ისე ნამყოფია, კარგი ქალაქებში, ნორმალურ ქვეყნებში, იქ მინიმალურად არის ესეთი ხმები. თუ სამე პარკშია გახვედი, საფრთხეში, სამე აი სადაც პატარა ტბორია, რაღაცა გედები და სხვა, იქ შეიძლება ისე აი ქალაქში, შუაში და რუსთაველზე, იქაურ რუსთაველზე თქვა, პრაღაში. პრაღის რუსთაველზე, პრაღის იმაზე, ოქია პეკინზე, აი ეგეთი ჭიჭინები არ არის და აქ არის და ძალიან ცუდი. შემიძლია დაგამშვიდო რა. შეიძლება აი ეს რაღაცა მაყუჩი ქვია იმას მანქანებზე რომ რაღაცა ხო და დავიწელი ხმის ჩახშობა და შეიძლება აქედან იწყება და მაქამდე მიდის ჭრომდე რა ახლა მივლენ შეიძლება არ ვარ დაწმუნებული შენ ძალიან ოპტიმისტი მე ოპტიმისტი მე ზოგადად ოპტიმისტი ვარ კარგი მე და ხელი მოგიმართეს გაიხარე ეგეთი ოპტიმისტი და კეთილი ადამიანი ეს ბავშვი კარგად იყოს ანუ ყოველგვარი ხმოვნების გარეშე. ეგ ბავშვი. ასე ხარ. თადეუს დენიოპის. ვერ გავიგე ემბრიონის გაკეთება. ჩასახეს 93-ში ალბათ, ხო? ძალიან გავრცელებული. ალბათ იმის მე გაიყინა და ჩასახეს და ჩასახალი. გაიყინა ხო და ცოცხალია ხო? დღეს გაჩნდა რა. ვერ და ხელი მომა. წარმატებებს უსურვებ თადეუს დანიელ პირს. დენიელ პირს. ერთი კიდევ ერთი კეთილი. თადეუს. ძალიან კეთილი ადამიანი. ხო. ოპტიმისტი ასევე. ფედო. ასევე ოპტიმისტი და კეთილშობილი ადამიანი სამხრეთ აფრიკიდან მარიუს ელსი ეს დიდებული პიროვნება იყო სამწუხაროდ კიცებითი ინფორმაცია გვაქვს რომ კეთილშობილი და კი იმიტომ რომ ფაქტია ასეთი რა მოკლედ ამ ადამიანმა გადაარჩინა ბეჰემოთი კვდებოდა ეს ბეჰემოთი გადაარჩინა და თავისთან ოჯახის წევრად რაღაც შინაური ცხოველივით ზრდიდა ამ ბეჰემოთს და გავიდა ხანი და ამ ბეჰემოთმა შეჭამა საწყალი მარიუს ელსი აისტი ფეხზე წამოვუდგა ლამაზი ისტორია მარიუსზე რატო შეიძლება ერთ საინტერესო ცივი რუბრიკისთვის საინტერესო მყარი ეგ ადამიანი აი ეს რაღაცა რა ქვია ამას ნეტა რომ მიდრეკილება აქვს ადამიანს რომ გარეული ცხოველი უნდათ რომ რაღაც სახში ყავდეთ ვებხვი ლომი ბეჰემოთი ან ხო ვიცით რომ ძალიან საშიშია ნებისმიერ წამს შეიძლება შეჭამოს სამხრეთ აფრიკა არა ქალაქში ცხოვრობდა ეს ტიპი არ წერია მაგდენი არ წერია იცი რა, თუ ეხლა რაღაცა ჯირი თობდა კბილებს უხეხავდა და თავს თანზე თავუყვებოდა. საინტერესო კბილებს რითი უხეხავდა? რაღაც ფეხსაცმლის ჯაგრისით ალბათ. ბიჭო, არ ვიცი, მე ზოგადად მიმაჩნია რომ ადამიანთან არ უნდა ეცხოვროს ველურმა ცხოველმა
ეგ თან დაწებელია ეგ ეს. დაწებელია, ხო, ძალიან საშიში ცხოველია. ზოხა არ არის. ძალიან საშიშია და თან ძალიან სწრაფი არის. კი, სწრაფად თავის მასიდან გამომდინარე. არის ძალიან სისხლისმელი დაწებელია. კი. ძალიან აგრესიული და ასე შემდეგ. რატო უნდა მოიყვანო? ნიანგე მოიყვანო, უფრო კომპაქტურია და ტყავი გამოადგებოდა, ჰა. აი რატო უნდა მოიყვანო ნიანგე? ბეჰემოტი რაც უნდა ექსაცმელს დაამზადებდა. ნუ არა, გადაარჩინა და შეუყვარა. ისწავლის შეცდომებს. გადაარჩინა და შეუყვარა. მესმის, მაგრამ გადაარჩინა მიიყვანე იმაში, რა ქვია. ზოოპარკში მიიყვანე და მიდი ხოლმე ყოველდღე. მოინახულა. გადაუგდე რაღაცა ბულკი თუ რაღაცა. ხო. არ ბევრი სახში რატომ მოკასდი? ბეჰემოტი რატომ მოკასდი? სახში ხო აი რატო? და რო ჯიგრითო ბეჰემოტი. სამსახურში რო ბეჰემოტით მიდიხარ. სამსახურში არა, მაგრამ ერთ სამსახურიდან მოხვდი და ერთი სული გაქრო. კაცაო, ბილები გამოხდა. ერთი სული გაქრო ბეჰემოტის რაღაცა შეუვა. შვილს მოიფერი თავზე ხელი გადავოსე რაღაცა. ცოლს, ავეს, ვინმეს, ახლობელს. აი ეს არის წრეგადასული ცხოველთა მოყვარულობა. აი დასავლეთი, გარკვეული. ხო, ამაში გარკვეული დასავლეთი. სამხრეთ აფრიკა იყო. ბეჰემოტების მოშენებას მოგთხოვე მე ეს. ჩვენგან დასავლეთით არის. და რადგან ამ თემას მივადექით, მინდა გაყვული სამხრეთი კარგი, ჰა. დღეს არის 9 აგვისტო, ეხლა 9 აგვისტოა, როცა ეს ჩაწერა მიმდინარეობს და აუცილებლად მინდა ვთქვა, რომ რუსეთი ოკუპანტია, ჩვენი ტერიტორიების დიდი ნაწილი ოკუპირებული. რუსეთის დედა შევეცით, ესე ჯამურად, კრეფსით, ცალცალკე ქვეშმიწერით, ქვემოდან, ზემოდან, ყველანაირად რამდენადაც შეიძლება და ხო, რუსეთი ოკუპანტია ესეთი დიდი ხაზგასმით და დიდება გმირებს, ქართულ გმირებს. დიდება გმირებს და სიკვდილი მტერს. კი ბატონო. მტერი არის რუსეთი. მოკლედ ეს და ცეცხლი ოლიგარქიას. და აქედან აუცილებლად უნდა გავაჟღერო საინტერესო ობიახლი. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსულ არმიაში აივ ინფიცირებულთა რაოდენობა 40 ჯერ გაიზარდა. რაც საერთოდ არ მიგვერს. არ არის გასაკვირი, არც მე მიყვირს, თან ესეთი საყვარელი ფოტოა, ლამასახიანი ბიჭუნები არიან. ბიჭუნები არიან ზუსტად, იმიტომ რომ რუსეთის ფრონტზე ხალხთა რაოდენობა ფაქტიურად თითებზე ჩამოსათვლელია, შესაბამისად ფრონტზე ალბათობით ერთმანეთში ჰომოსექსუალური რაღაც კავშირებიდან დიდი ალბათობით გამომდინარეობს. ფაქტია რა. ნუ კიდე არის იქ რაღაცა მოსული პონტია ეგ რუსების. ინექციების და ანუ ნარკოტიკული ნივთიერებების ხო. მრავალჯერადი გამოყენების ნემსებით. არა მე მაინც მგონია მოხმარებული რომ ხდება. რაღაც წელს ქვემოთ სიშიშვილის დამსახურება არის მეტწილად ეს 40 ჯერ. უცბელად მინდა უსულვო მეტი ასეთი ბიჭუნა. უცბელად მინდა უსულვო მე 100 ჯერ მათ მეტი ინსლა მაგრისებში შეუძლია. არ შეჩერდეთ. პოტენციალი არ შეჩერდეთ. მიაწექით. ერს აქვს პოტენცია დიდი. კი. ამ მიმართულებით და ვერ დაუკარგავ. მე ხელი მომმართოს მაგ მიმართულებით წავიდნენ. ჩვენ თავიდან ვარ გულწრფელად წარმატებას უსურვებ ამ ნაწილს. სასაცილო არის ცინიზმი. არის ზო ეგეთი ტიპები რომ სხვებს ვაშავებენ, სხვებს ვერ ამბობენ, აი ეს გეია და ისინი გეი პროპაგანდა, ის ნარკომანია. აი ეგ ტიპები რომ სხვებს ამბობენ, ეგ ხო ეს კიდევ უფრო უარესი და საშინელია ისე რომ ესენი ამათ მაგაზე გაწყობილი პროპაგანდა და ვიღაც ვიჯერებენ ამ პროპაგანდას. აუ ძალიან ბევრია ვინც სამწუხაროა ვიღაცები ჩვენთან ბევრი არიან. ჩვენთანაც ბევრი არის, ისე ჯერა რომ დასავლეთი უფრო გარყვნილია ვიდრე რუსეთი. რუსეთს საუკუნეების განმავლობაში ქონდა ასეთი დღესასწაულად ითვლებოდა რა. რუსულად ასე ჟღერდა народное гуляние რა ხდებოდა ახლა. ეს იყო იანკა კუპალა დღესასწაული ასე ერქვა. ხდებოდნენ ასე გაზაფხულს. ანუ დამთავრდა რა ქვია ეს народное гуляние. ხო, народное гуляние. დამთავრდა ზამთარი და მოდის გაზაფხული და ამას ხდებოდნენ 24 საათი რა ხდებოდა ისი? ყველა ერთმანეთში ტყაურობდა. ოღონდ არ მომეტებ არაფერს. აი ტყეში და 2-2-6 4-ზე. ეს 24 დილიდან მეორე დილამდე იყო რომ აი ვისაც გინდა მიეცი, ვის გინდა მოთხანი, ანუ ჩინეთში, ვუჟიშანში, ეგეთი რაღაც ზონა აქვს. ეგეთი სამსახური არსებობს, რომელსაც დაიპყრო ინტერნეტი. თავისი პოპულარობა მოიპოვა უდიდესი, რომელიც სამსახურითაც შეგიძლია თვეში დაახლოებით $1000 გამოიმუშაო და რას მოიცავს ეს? უნდა მოირგო მაიმუნის კოსტიუმი. თან ისეთი პროსტა მაიმუნი კი არა, მეფე მაიმუნის კოსტიუმი უნდა მოირგო, იჯდე მყუდროდ მღვიმეში. სადაც ტურისტები მოდიან და ბანანებს და რაღაც საჭმელს გაჭმევენ რა.
ტურისტებმა არ იციან რომ მაიმუნი ხარ? არ იციან როგორ არა, მაგრამ მაინც მოდიან და გაჭმავენ რა, როცა ესეთი ტურისტები ალბათ ჩინელები არიან. ჩინელი ტურისტები ჩინეთში? ხო. არა, ზოგადადად ჩინეთში შეიძლება. უმეტესი ტურისტები ჩინელები არიან. ხო, ნუ რა. იმხელა რო ჩვენც რო ჩავიდეთ, შეგვიძლია ამ ტიპს ხელად იმდენი არიან ბიჭო რომ მიდი და გაიგე ხა. ტურისტია თუ არ არის? პეკინში ერთხელ ვიყავი და იქ აქვია სასახლე, იმპერატორის სასახლე რაღაცა და აი ყოველი მეორე არა, უფრო მეტი იყვნენ ჩინელები. ვიდრე აი თქვა ევროპელი და ისინი ტურისტები ხო ჩინეთ და მე გავიკითხე რაღაცა და აქ დაახლოებით 60-65% არის ტურიზმის ადგილობრივი ტურისტები. და მსგავს სამსახურზე რამდენად დათანხმდებოდა? 50 ლარად. 50 ლარად. ბიჭო 50 ლარად არა, მაგრამ რაღაცა იდიოტობაა რაღაცა. ანუ ფაქტია რომ არსებობს სამსახური. სანახაობა ტურისტისთვის რაშია? მიზიდულობა არის ტურისტისთვის, რომ ვიღაცა მაიმუნი ნუ ფაქტია მიდიან და აჭმევენ რა. არა, ფულიებში გააღებული. ჭამს ესე ხო, ანუ არა აქვს უფლება, რას მიეწყვიან, უნდა ჭამოს. ოუ ესე იგი ვიღაცა მაგას მოკვიჩა და გადმოგიდეს შეჭამო? ხო, მაგაში იღებს ფულს. მოკვიჩა და გადმოგიდოს ვინჩივის სხვა რამე რო. მაგალითად რა. შეშთავაზონ. რა. მაგალითად რუს ჯარისკაცი რო ჩავიდეს და თუ არ ბეჰემოტის ხორცი. ბეჰემოტის ხორცი. ის ბეჰემოტი ცოცხალია, არ მოუკლავთ. ის ტიპი და ჰიბრიდა პროსტო თორე. სოციალური ეგრე მაგას ახლა დაიცავს ახლა ცხოვრების დამსვენებლობა. იმ ტიპის ბრალი იყო რა. იმ ტიპის ბრალი იყო რომ გააშავებენ, პროპაგანდა გააშავებენ. შეგჭამდა ბარა ეკნებოდა გასულ. ხო, ნუ. ხო, აბა რა გეგონა? აი იმ ის რო გაუტრაგეთ აქვე იმას. სპორტსმენს რო ყავდა მანქანაში. ლომი. აუ მე ლომი რომ ყოლო მე ბოკვერი მეც გადავიღებდი, ეგეთ ძალიან ბევრი ვიდეოს გადავიღებდი. მე კატები ძალიან და ყველანაირი კატები მიყვარს, ძალიან მიყვარს ცხოვრების ზოგადად, მაგრამ ეხა მესმის რომ პატარა ბეჰემოტი იქ პატარა იქნებოდა იმ კაცო შეეცოდა და მოეფერა, მაგრამ მართლა ეხა ამაში წელი არ უნდა ყავდეს. ყავდეს. ამბის თუ უტრაგებს რომ ლომი როგორ რატომ უნდა ყავდეს? ლომი საშიშია, ბეჰემოტი საშიშია. რა თქმა უნდა. იმისთვისაც უნდა გაეტრაგებინათ. ჩვენ თქვენაც კი გაუტრაგეთ ამ ბიჭს, არ მახსოვს. ოლიმპიური ჩემპიონი. ლაშა ბექაური. რო ჩააბარა, კარგი რო ჩააბარა. ამასაც რო ჩაებარებინა. ხო და ამან ვერ იფიქრა, გამტრაკებელი არ ყავდა. ამიტომ გამტრაკებლები უნდა გავამბრავლოთ ესე სამხრეთ აფრიკაში რა. კი. ჩვენიერ. ეთქობა იქ ხო. ლორანს ვან ვასენჰოვი ამ ლორანს ვან ვასენჰოვმა უჩივლა კომპანია Orange-ს იმის გამო რომ დისკრიმინაციისთვის უჩივლა ხელფასს იღებდა 20 წლის განმავლობაში, მაგრამ საქმეს არავინ არ აკეთებინებდა არაფერს რა. დაავიწყათ, მაგრამ ხელფასს ურიცხავდნენ და იმის გამო უჩივლა რომ დისკრიმინაციას ახდენ ჩემსასო რა ხელფასს მიხდით საქმეს არ მაძლევთ. და გზნობ რაღაცა დამცირებულად გზნობ თავსო რომ როგორ ურბელად გზნობდა. სადავრია მითხარი. ლორანს ვან ვასენჰოვი ჰოლანდია ფინეთი რაღაცა ეგეთი ფინეთი უფრო ნიდერლანდები რაღაცა შეიძლება დანიაც იყოს. 20 წლის განმავლობაში იღებდა ხელფასს, მაგრამ საქმეს არავინ არ რატო იღებდა აკეთებდა. კი, მაგრამ თუ აი საწუხებდა. ხო, არ ვიცი, იღებდა და მე მგონი ინტრიგანია ჩვეულებრივი. უჩივ, ანუ მე კიდე 10 წელი ჩუმად ვიქნებოდი. კი. ძალიან დიდხანს. სანამ ცოცხალი ვიქნებოდი, ხმას არ ამოვიღებდი, პროსტ ასე რომ ფული გერიცხება და ანუ ძალიან ასწორებს. წად დამატებით სამსახური დაითრია, იქიდანაც ჩვენიერი. რატო უნდა უჩილო? აი, რატო შეიძლება უჩილო ეგეთ რამეზე? აი, ევროპა, მაგით არ ყრის ევროპა. აი, გარკვეული, ეს გარკვეული. პატიოსანი კი არა, ეს არის პატიოსანი კი ეს გათახსირებული, ჩვენ ბებიებს უყვარდათ ეგ სიტყვა, გათახსირებული. ეს არის გათახსირებული. სმოლჩ. ხო, მე არ უჩივლებდი, არ ვიცი რა. არა, ჯერ ერთი, აი, მაგას აღარ ფსიქიკური პრობლემები აქვს, იმიტომ რომ ეხლა ნუ რამსები აერია. დავითრგუნე იმის გამო ფოს მიიღწით არაფერში. თუ დაითრგუნე 20 წლის მერე დაითრგუნე, თავიდან არ 2 თვის მერე არ დაითრგუნე. 20 წელი ისარგებლა ალბათ და მე გაიზარდა ეს. შეიძლება მანდა იმდენად გაიზარდა, რომ გადაწყვიტა რომ რაღაც ერთიანად დიდ მაყუთს ამოვიყებოთ. მაგას მაყუთი ქონდა აღებული თავიდან. კი, ლორენს ასლაბა. ამოხსენით. შეიძლება. მაგრამ მაიმუნის ის ანონსებს, ესე იგი ადამიანი ვერ ვიწყებ, მაგრამ თუ დათრგუნვა ადამიანის არის ეგ, რომ ფულის გამო არა, ეხლა ნახევრად სერიოზულად არა, კარგად მიდიხარ, მეც რაღაცა მინდა დავამატო, მაგრამ ესე იგი ეს რაღაცა ჩაიცვი ფული არის, მაგრამ კი, მაგრამ აი რაღაცა რო გადმოვაგდებენ და რომ უნდა ჭამო. ნარჩენი უნდა შეაიღო და შეჭამო. როგორც პროსტა ჩაიცვია რა, გვიმეში უნდა იჭრა, უნდა ითამაშო რა. ხო, როგორც მაიმუნმა უნდა აიღო და შეჭამო და რაღაცა და გაყოფილი უნდა იყოს, რაღაც ესე იგი აი დათრგუნვა და ეს შეურაცხყოფა ესაა ჩემი აზრით. ფულის გამო შენ არ მგონია ხარ TikTok-ის მომხმარებელი? კი. ხო, მაშინ აუცილებლად ნახავდი ბევრ საინტერესო ადამიანს ჩვენი ქვეყნიდან, რომლებიც ფულის გამო არ ვიცი, ყველაფერს აკეთებენ ტიპები რა. ისე ჩემი ალგორითმი რაღაც სხვა რაღაცა ეს მიგდის. კარგი ალგორითმი.
TikTok ზოგადად ძალიან კაი ალგორითმი აქვს, მარტივად შეგიძლია გაფილტრო ეგეთი ხალხი. მაგრამ აი მე ძალიან მაქსიმალურად ნაგავს ვეძებ. ხო. მასალა რომ გინდა რომ ეს ტვინი ჯაჭვში არა ბუნკერისთვის მასალას ვეძებ და ამიტომ მაქსიმალურად ნაგავი სადაც არის იქ მივდივარ რა. რომ ბუნკერში ჩავყარო მე. ისე როგორ ამეცი რომ ისეთ რამებს კადრულობენ, რომ აი ვერ გეტყვი. მაგალითად მე არა. მაგალითად, აი გუში ვნახე ვიდეო, ერთი ტიპი არის, ისეთი 5 შვილი ყავს როჟას, ცოლიც ყავს. და ტიპი ამბობს, რომ ერთი ეკითხება რა, ეს ლაივში რომ არჯო მაყუძეო, რომ თანახმა იქნებიო? ტიპი ეკითხება ტიპს რა. და გააჩნია, ხო? და გააჩნიაო ფულსო რა. ცოტა არ ვყავდა განახე ფერტული. გააჩნიაო ფულსო. და კაროჩე მუშაობასო ეგ ხო ჯობიაო მაგის კეთებაო რა. ხო და აი რავი რა მაგას აი მაგის კეთებაზე მაიმუნის ფორმა გადაიცვა და გადმოგდებული ბანანი ჭამო ეგ მგონი უკეთესია რა და სანამ ძალიან ჩააწეთ ცოტა იქნება გონს მოვიგოთ თორე აი ძალიან ზედმეტებში გადავიხარ ტვინს ერთი თვისება აქვს რა კომპიუტერში რაღაცა ინფორმაცია რომ შედის შეიძლება წაშალო კი რა თქმა უნდა და ტვინში არის და მთელი ეს ნაგავი რასაც ვუყურებთ რაც გვესმის რაც ხო აი ყველაფერი შეიძლება და ეს ტვინი ატარებს ამას ყველაფერს ძალიან ცუდოა ჩვენი ტვინი ამიტომ აი იმ ადამიანებთან ურთიერთობა რომელიც სიამოვნებას არ განიჭერენ უნდა რაღაცა მაქსიმალურად დისტანცირდეთ. რაც ეგ გავაკეთე მაგის მერე დალაგდა ჩემი ცხოვრება. ხო და აი ყველაფერი კარგად არის მას. ნუ გააფუჭებინებ ახლა ტვინს. დაგიბიძურდება ტვინი. აი ეს რაღაცა ეგეც ჯანდაბას უყურებ და გესმის ცუდი მუსიკა. ჩვენ გადაცემაში ნაგავში ჩასაყრელი ბევრი ინფორმაცია მოპოვებადია და ისედაც ბევრი მოდის. ბევრი შეგვიძლია მოვიდა. აი მაგის აი განახება არ მანახო რა აი მაგადამიას შეხედა აი არ მინდა. კაი, მაშინ გააჩნია ამდენს მომცემენო რა. ხო რა. არის. გააჩნია იმას მუშაობას ხო დავიდეს რუსეთში და აი ბაზარია ჯარში რუსეთის ჯარში რაც უნდა იქ რაც უნდა ისაკეთო ფულსაც მიცემენ კი რუბლებში საკაიფო სიმელოტე მე მაწუხებს შენს გაწუხებს ეს სიმელა მაწუხებს კი ხო და მეცნიერებმა შექმნეს კრემი რომელიც მხოლოდ ერთ კვირაში აღადგენს თმის ზრდას სადაც გაჩერებული ერთ კვირაში აღადგენს რა ეს მოლეკულა აღმოაჩინეს PP405 რომელიც აღვიძებს უძრავ თმის ფოლიკულებს გაწუხებს სიმელოტე? არა. მე ვიცი რომ ბევრ ადამიანს აწუხებს, ძალიან ბევრს. აი მე რო დამეწყო აქტიურად ეს სიმელოტე, უამრავი ჩემ გარშემო მყოფ მეუბნებოდა რომ გადაინერგე და ბჭო არ მაწუხებს, რატო გადავინერგოთ? მე პირიქით მინდა ისეთი კრემი თუ იცით რომ გაცვივდეს და ყოველ კვირას ის არ მქონდეს მოსავლელი თმა. მე რო ყოველ კვირას კრემი რო გაქვს დასასმელი რომ რაც ამოდის ისიც გაცვივდეს. მაწუხებს, ეგ მირჩევნია ვიცი რა მომიყვანოს. ეგ ისეთ რამე ფსიქოლოგიური ამბავია თორე ვიზუალურად ახლა არაფერი ესეთი არ არის. მე არაფერი არა მართლა. პირადად მე ბავშვობიდანვე ვიცოდი რომ აი თუ შემეცხრდება თმა ან რაღაცა გადავიპარსა. მაგას ვაკეთებ კვირაში. ბავშვობიდანვე და წყნარად ვიყავი და ისმე დამეწყო ეს საქმეა ისეთი ხშირი აღარა მაქვს და ჩემზე ბევრად კარგად ხარ, მაგრამ ჩვენ მივაწერია უკვე შუბლზე და შენ ბევრად საკარგად. ნუ ეს ამას ცოტა რომ მოუშვა, ანუ კანი მაინც მიჩანს, ამიტომ არა პრობლემა. თუ ჩამივარდება ხელში ეგ კრემი, გადაისვა. შეიძლება კიდე გადავისვა. იმიტომ რომ ხანდახან მეც მეზარება, იმიტომ დადეკი და თან მაშინ ვარწახო რა ქვია, სალონში ვარწახო, იმ სადაც რომ კრემის დასასმელად, გადასაპარსად, სახში შენ ჩალიცო. მეც მაგაში ერთხელ ხო რა. შეიძლება მაგითო წავიდე. მარტო მაგითო. თორე ეს ძალიან პრაქტიკულია რა. აი უცებ ისველებ, უცებ მithumetes ზაფხულში ჰოპნა გრილად შედარებით რა, შედარებით გრილად. თან მე გძელს მას ვატარებდი და იყო დრომეც შეკრული თმა მქონდა. მალევე მორჩა ეგ დრო. მოკლედ. ერთხელ მქონდა მეც ისე გაზრდილი ცხოვრებაში თმა. მელოტები. მადლობთ. დიდება სიმელოტეს. თქვენ ორივე ხართ ანუ მართავთ ავტომობილს, ვიცი რომ გიყვართ. დიმიტრის ვიცი რომ ძალიან უყვარს ავტომობილი და იმდენჯერ მინახავს ისე ლამაზად უვლის თავის ავტომობილს, აი რა გითხრა, აი ის კაცი რომ ბეჰემოც უვლიდა, აი მაგდენად სიყვარული ჩამოწმოს თავის ავტომობილს, აი ბევრჯერ მინახავს და აი ძალიან ეფერება და ხო და ეგეთი ძალიანაც არა ეხლა, როგორ საჭიროა ისე ეგ არის ძალიან გემრიელად უვლი და სულ აი შანსი არა რომ ოდნავ გაურეცხავი მანქანით ნახო და რასაც ვერ ვიტყვი ჩემზე. რასაც შენზე არც ვიტყვი. ფინეთში ჰელსინკში 1 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არავინ დაღუპულა. საერთოდ არავინ.
და ჰელსინკის მოსახლეობა ჯამში არის 1.5 მილიონი. და საქართველოში ყოველწლიურად ავტოსაგზაო შემთხვევების შედეგად 500-მდე ადამიანი ემუქრება. ჰელსინკში წარმოიდგინე 1 წლის განმავლობაში 0 იყო მსხვერპლი ავტოსაგზაო შემთხვევით რა. და აი რატო ჩვენთან რატო შეიძლება რომ 500-მდე ადამიანი ყოველწლიურად დაიღუპოს ავტოსაგზაო შემთხვევის გამო? თქვენი აზრი მაინტერესებს. მე ჩემი აზრი მაქვს, მაგრამ კი ბატონო, მე პირველ რამდენიმე ფაქტორია მან. ერთ-ერთი არის ფინეთში გაცილებით უფრო კარგი მანქანები დადიან, უფრო ახალი ავტოპარკი აქვს ვიდრე საქართველოში. ეხლა 1-2%-ის ვისაც წლევანდელი მანქანა თუ არ აქვს ისე ეპაზორება სხვა რაღაცა, ეგენი არა. ძირითადი მასა იქ დადის ახალი მანქანით. ანუ ტექნიკურად გამართული მანქანები დადიან ფინეთში. ეს არის ერთ-ერთი ალბათ მნიშვნელოვანი ასპექტი, რის გამოც არ ხდება, თქვა დაამოხუჭა მანქანა. და აქ შეიძლება დაამოხუჭო და ვერ დაამოხუჭო. წესები იციან. იქ მართვის მოწმობას აძლევენ იმ ადამიანებს, ვინც იცის წესები, მოძრაობის წესები. ობიექტიურად ჩვენ არა მარტო ფურცელზე იცის წესები, თავისებურად ვწავლობთ, აი ჩავაბარე და მორჩა აღარ გახსოვს რა. ვინც ნამყოფია ეს მიხვდა, ვინც საზოგადოებრივ საჭესთან მშდარა, იქ თუ არ გინდა რომ მოგივიდეს ავარია, არ მოგივა ავარია. ანუ იქ თუ ერიდები, თუ იცავ წესებს, იქ არ მოგივა ავარია. ანუ ვერ დაეჯახებ, თუ არ გინდა ვინმეს დაეჯახა. ეს ცოტა ჩვენ რაღაცნაირად სიქაჯეზეც ვარ მეტყველებს კიდევ ერთხელ. ჩვენ გაუცნობაზე მეტყველებს. კი, ძალიან. მე ეგ მგონია დაბალ ინტელექტზე მეტყველებს მიზეზი, რომ რატომღაც ჩვენთან ხო კაი ტიპობად ითვლება მაღალი სიჩქარით სიარული. სადაც ანუ დაშვებულზე უფრო მაღალ სიჩქარით სიარული, რატომღაც კაი ტიპობად ითვლება. აი რატო არის ეს კაი ტიპობა ვერ ვიგებ, როგორც ბევრს ვერ ვიგებ, მაგრამ მე მგონია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ეს არის რა. ასევე ფეხით ვინც დადის არასწორ ადგილას გადადის. ბევრი. სადაც არ არის გადასასვლელი. ძალიან ბევრი. ისეთ სულ ადგილზე გადადიან, რომ შეიძლება ობიექტურად ვერ დაენახო. ძღოლმა. არა, ჩემი უამრავი რა, ხა არაერთი რამდენიმე ახლობელი დაიღუპა, ოღონდ თავიდან ბოლომდე მათი ბრალი იყო რა. ისე გადავიდნენ, რომ ანუ ძღოლი არაფერს ის ძღოლით გაუბედურდა და ამ ადამიანებს ოჯახებიც რა. ჯდები საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში. ნაბახუსებზე მეორე დღეს ის ფრაზა ნასვამზე უკეთ ვატარებ. ხო, ნუ ეს ეგ ფრაზა სისულელია. ცნობილი ფრაზა. იდიოტია. უფრო რაღაცა ღმა ფსიქოლოგიურ პრობლემებში მოგვიწევს ჩასვლა, რანაირად გავაანალიზოთ, რატო ითვლება დასაკვეხნა ხო გარემოებად ის რომ დადიხარ ჩქარა, ის რომ თრალი ჯდები, ის რომ არავერ კანონს. აქ გაცილებით უკან არის ეს რაღაც სოციალური და დემოგრაფიული და ბევრი რაღაცა პრობლემის. არც ერთხელ კეთვა მოგიწევს ბუნკერიდან. ბათუმში ვარ ერთხელ. მანდ წავიდეთ. ძალიან ახალგაზრდობაში. თორე მე ხო იცი რომ თრალი უკეთესად ვაჭარებ. ბათუმში ვარ, აი ძალიან ახალგაზრდობის პერიოდი მაქვს, მაგ პერიოდში ვცურავ, ისე წვრთნელი მყავს და პროფესიონალურად მასწავლებს ცურვას და რაღაც და ხო ხტები აი ძალიან თამამად ვარ რა. და მეგობარმა მითხრა შევიდეთ სხვაში, ტალღები იყო. არავინ არ იყო სხვაში. მეთქი წამოვშევიდეთ რა უნდა იყოს ახლა რა. მოკლედ რო ვთქვა, ძალიან რო არ გამეწელოს, როცა დავიღალე, გავჩერდი და შემოვიხედე, ძალიან შორს ვიყავი, ეგრევე პანიკა, არ ვიცი რანაირად გადავრჩი, მადლობა ღმერთს, მაგრამ გადავრჩი, რაღაცნაირად გამოვედი. მას მერე გავიაზრე ეგეთი რაღაც, რომ სიკვდილის ხო უამრავი ფორმა არსებობს. და აი ეგეთი სიკვდილი არის ბანძობა. აი ეგრე არ უნდა მოყოდე რა. აი სადაც შეგილია რომ აი არ უნდა მოყოდე რა და გონია რომ ეგეთივე ბანძის სიკვდილი არის, ჩქარა რო წახვალ და რომ მოკვდები რა. აი ძალიან ბანძის სიკვდილი მგონია და არ ვიცი რა. რამდენიმე წლის წინ რო შემოიღეს ღვედის აუცილებლობა. მაშინ იყო მთელი ამბავი იყო რომ მე ჩემ ქართველი ახლა მე ჩემ მანქანაში რომ დამაბაზმავ და რაღაცა ბოდოა რაღაც. აი ანუ ეგ არის სიქაჯე. კი ბატონო. ქაჯობა. გეთანხმები. ჯერ ერთი ქალაქში სადაც უამრავი ბავშვია, აი უამრავი ადამიანია, შეიძლება უსებ გადვიღასას, არ მიახსია ყოდება ზებრა არის ხო არა და გადმო, აი რატო უნდა ჩაიგდო საფრთხეში ან შენი თავი ან რატო? იმის გამო რომ შენ მიაჭირო და ცოდვა გამხელილი ჯობია, ანუ ბოლო ხანებია ქალაქში ღვედს აღარ იგეცე? რატო? არ ვიცი, აი რაღაცა და ბოლო დროა რაღაც შავებსაც მოუხშირე და რა. არა, არის ხოდაშ თეთრი მაიკით ვიყავი მოსული უბრალოდ გამოსვარა და ეს სამენა ღვედს რატო არ იგეთ? აი რა ლოგიკით არ იგეთ? ცხელა კიდევაც იმდენად ხშირად მიწევს მანქანაში ჩაჯდომა გადმოსვლა. მე რა უნდა შეჩემ ერთი დაჭერა. ხო, მაგრამ აი რაღაცა აი მაგიზიანს. ალბათ ნევროზული მოდი გავკეთე. მივიღებ. აუცილებლად გასაწყებლი არის. ტრასაზე აბსოლუტურად წესების დაცვით დავდივარ. გავკითხოთ. კაი, გავკითხოთ.
გავკითხოთ მე უფრო ბრუტალურ მეთოდებს ეწავდი. არ კიდე რაღაცა ნახე რუსული აკოპები არ საუბარი მეთოდები. არ გინდა. ბიჭო, ხო არა რა. ჩემ ამ თან ქალაქში იმდენად ნელა გადაადგით. ანუ დილის 7 საათზეც მიწევს მანქანიცი არ შუა დღის საცობშიც, პიკის საათის საღამოს საცობშიც. 11 საათამდე საცობია და რაღაცა ძირითადად 30 კმ/სთ-ზე ჩქარა ვერ დადიხარ. ნობედური ქალაქია ეს. სანა სულ ვაჩერებ, ანუ გავიგე, მაგრამ ისე ვიმივდივართ რა წესი ყოველთვის რაღაც წესი მოცემულობა ეს იმისი არა დაარბიო ბრატ. არა, აი მაგიტო არის 500-მდე ადამიანი რო ყდება წელიწადში. იმიტომ რომ გვერდი ეგ არის კაჯობა. ხო, იასნა კაჯობაა რა, ხო? მე ხო ცოტა კარჩი ვარ. მაგრამ რა კაჯის იარლიკი. და რაღაც ქვეყნებში ხო არის, მე არ ვიცი ზუსტად, მაგრამ უკანაც აუცილებელია რომ ისე ხო. ამერიკაში ზოგიერთ შტატში მეგონი არის რომ უკანაც აუცილებელი. უკანა მაგაში თუ ჩააგდე, რაღაცა იქ. ერთი რაღაცაა. ხო, ეგრეა. ნევადაში არა, ტრუპი რო არა მოგივა. ნევადაში არა, ნეშვილში, მოკლედ ერთ-ერთი შტატი არის, სადაც ფულსიხტი თუ არ გაქვს იარაღი. ფულსიხტი უნდა გქონდეს იარაღი? ვა. ანუ შენ ესე იგი რა კაი ობიექტი მოიტანა? ვა. ესე იგი ზდასული ადამიანი მოინიშნე თუ რაღაცა შემდეგ გადასცემას. თუ ავათარ ხარ რაღაცა თუ ანუ ჩვეულებრივი ზდასული ადამიანი ხარ და შეგიძლია რომ იარაღი მოიხმარო, აუცილებლად შენ უნდა ისწავლო იარაღის ხმარება და უნდა გქონდეს იარაღი. ვა. თუ არ გინდა იარაღის დარება, ხო? ესე იგი შენ ხარ პოლიციის მოსავლელი ხარ რა? ამიტომ რაღაცა შენ თავს უნდა მიხედო და ოჯახს ეგ ამბავია? ხო, პოტენციური გირაო არის დასაკუთრებულ შემთხვევის დროს. დაეხმარო პოლიციას რომ დაგიცავს პოლიცია. შენ წარმოგიდგენია ჩვენთან ეგეთი კანონი რომ იყო? რა მოხდება? მე მომხრება რომ იარაღი ატაროს. აუ, კაი რა, ჩვენთანო. არ არის საზოგადოება მაგის ემოციური ინტელექტიდან გამომდინარე არ არის მზად. შეხედე მაგრამ ვიღაცა ტრიჩინები კი არა, მე უფრო გამრავლდებია ტრიჩინები. იმენი ადამიანი დაიხოცება. აი ვიღაცა ტრიჩინებიც უკვევაში. არავერ დაიხოცება. როცა იცი რომ იმას აქვს იარაღი, შენ არც იარაღს არ მოიღებ და არც გაიჭირები ზედმეტ. ნასვამ ქართველზე ვსაუბრობ? ნასვამზეც. არა, ვერ გეთანხმები. მინდა რა. ნასვამზე როგორ არის? აი ამერიკაში თუ ნასვამია იმას რა თქმა უნდა არტვენ იარაღს და შეიძლება ციხეში ჩასვა. ხო, მაგრამ ჩვენ ქართულ რეალობაზე ვსაუბრობთ ამჯერად. 1 2 3 რო ჩასვამენ ციხეში. 1 20 30 რომ მოკვდება, მე შეცვლენ კანონს. არა, მე ვამბობ რომ საერთოდ არ იღებება კანონს. რო იყოს ეს კანონი. ვიღაცა რომ შენთან მოდის რომ იმედი აქვს რომ იმას იარაღი აქვს და შენ დაგჭაკრავს. ეს კასტა ვეღარ გაატრაგებს, რა ასე ვთქვა, ვეღარ იბლატავებს. მიხვდი? ეგ მიუხვდი, მაგრამ ის კასტა არ გააკეთებს იმ დაშვებას, რომ ყველა მოსახლეს რახან იარაღის ტარების უფლება აქვს, აუცილებლად ატარებს ცეცხლსასროლ იარაღს. ხო, ეგეც არის. შესაბამისად, იმას რო თავი დავანებოთ, რომ მე მიმაჩნია, რომ დღევანდელ ქართულ რეალობაში საზოგადოება ემოციურად, ინტელექტუალურად, ნევრული ფონიდან გამომდინარე, სოციალური ფონიდან გამომდინარე, არ არის მზად იმისთვის, რომ ატაროს იარაღი. იქ სხვა დაშვებები არის კიდე, რომ მე მაშინ ანუ ის პირობა უნდა იყოს, რომ აუცილებელი უნდა იყოს, რომ ყველა ატაროს იარაღი. ხო და გეუბნები. მე დავთვერი თუდის იმთვრალე მაქვს, კარგავ კონტროლს. ხო და როგორც მანქანას ტოვებ მაგ დროს და მანქანთან და ხა ეს არ უნდა იარო იარაღით. როცა სვამ. და მეგონები გადასახადია იმაზე რომ იარაღით არ გინდა შენ და რომ ატარო, რომ კონდეს საერთოდ. რაღაცა გადასახადს იხდი ბიუჯეტში. ესე იგი პოლიციამ შეზე უფრო მეტად უნდა იზრუნოს ვიდრე სხვაზე. ხო, არა, ეგ გავიგე მესმის. კაი, ჩვენ ჯერ ადრეა მე ამაზე არ გამოვდოთ. ვამბობ, ჩემი აზრით კარგი იქნებოდა. ადრე ჩვენი წინაპრები დადიოდნენ ყველას მქონდა იარაღი. და ხო, მაგრამ ახალ დღემდე ახალ წლებზე იმას ვერ გადაეჩვია ხალხი, რომ იარაღი ვისაც უდოს იარაღს ისორის ახალ წელს. ბიჭო, იარაღს ეხა ყველას რო ედოს წარმოიდგინე ნასვამი, სუფრა წარმომიდგენია, იქ რა ხდება? პროსტა იარაღები რო რესტორნის რემონტი? არა, ხო არ გაქვს. როგორ ქართულს რა ევასება, რომ იმას არ აქვს და მე მაქვს. ხო. უპირატესობის შეგრძნებაზე ვსაუბრობ. პრივილეგია რაღაცა, ანუ მე რაღაცა ეგევა ექტორი. ყველას თუ აქვს, ეს აღარ არის უკვე იშვიათობა აღარ არის და აღარ გევასება. ეს პრესტიჟული არ არის. ხვდები? აი ეს მობილური ადრე მობილური ქონდა. დაიწეგა კარგი მაგალითი თქვი რა, როგორც მანქანაზე არ შეიძლება დაждდომა ნასვამ მდგომარეობაში. ნუ ისე არ შეიძლება, მანქანებით მეც მაქვს მანქანა, შენც გაქვს მანქანა და ანუ რომლის უკეთესია მანქანა მოდი შევეჯიბროთ და შეუქმნათ სიცოცხლეებს საფრთხე ამით, ხო? აი ესეთ ფილტრში რო გავატაროთ. ხო, კი ბატონო. ანალოგიურად შეიძლება იგივე ნებიანი დამოკიდებულება აქვს როგორც
ადამიანის მანქანების მიმართ, კაცებს ისე შეიძლება იარაღის მიმართაც, ხო? ქალებს. ეგ იშვიათი შემთხვევა იქნება თან. ეგ ძალიან იშვიათი შემთხვევა იქნება და შეიძლება ერთი ან ორი პრეცედენტი რომ მოხდეს, მე არავინ აღარ გააკეთოს. დაფიქრდით? საკმაოდ თანაბრად, მაგრამ მე მგონი ჩვენი წინაპრები რაღაც ჩვენ ხომ მოიტანეს საქართველოს ჩვენამდე არა? ყველას ჰქონდა იარაღი. ყველას ჰქონდა ყველა ატარებდა იარაღს, კი ბატონო. ანუ არ იყო ეს რომ აი რაღაც არავის არ ეჭებოდა ის კი არა მე მახსოვს ჩვენ ბავშვობაში ეხლაც არ მეგონი დანასტო ამოიღებ კიდევაც უნდა ეხმარო ტყუილად ქარკაშიდან ხმლის ამაღება ტყუილად ხანჯრის ამაღება ანუ სირცხვილი იყო გასაგებია მაგრამ ამოიღე და არ იხმარ ესე გამოსაღები არ იყო ესე იგი მარიაჟო ჩემზე 100 ჯერ უკეთიცი იმიტომ რომ ეგ პერიოდი გავლილი გაქვს შენ ახალგაზრდობაში ტეხავდა ხელის გარდა ჩხუბში რა იმას გამოგატეხავდა მაგრამ მე ეგეც ჩემზე 100 ჯერ კარგად იცი 90-იანები გაიარა ამ ქვეყანამ და მე როგორ შეიცვალა მაგ ნაწილში აბსოლუტურად ყველაფერი შეგახსენებთ 90-იან წლები ასეთი შაუბნე რო იყო რუსეთის დამსახურება კი ბატონო რა თქმა უნდა მაგაზე საუბარი ეგრეა კი ეგრეა წალსახად მშობელთან ერთად თუ იყო ბიჭი გოგოსთან ერთად თუ იყო ბიჭი აი იმასთან არამც თუ ჩხუბი არ შეიძლება თქმას და გოგოს თვალი არ უნდა გაგეყოლოს ზუგში დარტყმა ზუგში ხო ეგრეა ნუ ახლა ყველა კაცი აყოლოს გოგოსთან ეგეთი ანგლოზი ხო მაგრამ ნუ ვიცი რომ არ მოსულა ნუ ზვაკაცის შეყვარებული იყო რაღაცა ეგ დღესაც ეგრეა ანუ მე ჩვეულებრივი ამბავია ხა სხვის ხალხს არ უნდა გააყოლო თვალე ხო ეგ სხვა რამეა ხო და დანის დარტყმა ჩხუბში ეგ იყო აი ძალიან ცუდი ტიპი ხარ რა ჩხუბში დანით წასვლა ხო ხო და ეგ რაღაც იმიტომ რომ გამოურეცხეს საქართველოს თქვენი რა გამოურეცხეს რა რუსული რაღაც თრობა იყო სირცხვილი თრობა იყო სირცხვილი აი ბოდიში აი სულასთან რომ ჩაიჯვა ხო ეგრეა ხო ის არის სირცხვილია აი ეგეთი სირცხვილი იყო რომ დავთვალე კი იყო არ არის ჩვენი წინაპარი როგორ დალებდა არაკი იყო რაღაცა ან სანადიროთან დილის ზამთარში რაღაცა იყო რაღაცა რომ აი ტემპერატურული გადარჩე რა რო არ გაიჭირა დალიო დასათრობად ეგ იყო აი ავიცი მაგას არავინ არ იკადრებდა ყველაზე დაბალი დონის რაღაცა ეხლა არყის დალევა მომინდა ნუ მაგრამ შემღირებულებებს მაინც ევროპა იმებრება თრობა ხო ევროპა ამას რეალურად დიდი ხნის წინ დაემუქრნენ კი არა და ეს ღირებულებები ჯერ უნდათ შეცვალეს და შეაზანზარეს ისევ საბჭოთა კავშირის და რუსეთის უბრუნდებით და მოდი კიდევ ერთხელ მინდა რომ მოვიკითხოთ მთელი ეს მოდგმა და თუ ისევ რუსეთთან ვართ ესეთი ტიკა კანდელაგზე რაღაცა რო გაჟღერდა არა ეგ ფეიკი იყო არ ვიცი ანუ მაგაზე ვერანაირი ინფორმაცია ვერ მოვიძინე და ამიტომ გაჟღერდა უკრაინაში იძებნებაო რა ბატონო საუმრად ჩავიდა ხო არ ვიცი ვერ მოვიძინე ვერანაირი ინფორმაცია ამიტომ ეგ კატეგორია რა ეგეთ ამას გაჟღერებაც დავიკიდე რა ეგ აქედან წავიდა რუსეთში ამბობდა რომ მე რადგან სომეხი ვარო მე რა ქვია საქართველოში მე ჩაგრავდნენ თინას გებიცები ანუ ჩაგრავდნენ რადგან დედა ყავდა სომეხი ბიჭო მამა ქართველი თუ გინდა ანუ ნებისმიერ თუ გინდა ბრიტანელი ხო არა ქართველი რუმინელი იყოს არავინად ჩაგრავდა ჯერ ტელევიზიაში მუშაობდა წამყვანი იყო, რა ვიცი, პოპულარული ადამიანი იყო, ვინ ჩაგრავდა? არ ვიცი. მაგრამ რადგან სომეხი ვიყავი, ჩაგრავდნენ ქართველები ჩაგრავდნენ. რომელი სომეხი დაჩაგრულა საქართველოს? არც ერთი არც სომეხი, არც რუსი, არც რუსი არ დაჩაგრულა საქართველოში, არ დაჩაგრულა არასდროს. ხო და ყველაზე ტოლერანტი ერი ვართ ისტორიულად. კრასნოდარის მხარეში რუსი ტურისტები ჭაჭით მასობრივად მოწამლეს. ყიდველებიდან სულ მცირე 10 უკვე გარდაიცვალა. მომაკვდინებელ ბრჭყალებში ოჯახურ ჭაჭას სირიუსის დასახლებაში მდებარე აბაჩის ბაზარში 71 და 30 წლის ქალები ყიდნენ. ადგილობრივი მედია წერს, რომ ისინი ბებია და შვილიშვილი არიან, რომლებმაც დანაშაული აღიარეს და ახლა ბრალს საპატიმროში იხდიან. მინიმუმ 10 დაბრინდეს რა. დანარჩენებზე ნახოთ რა ბედი ეწერა. ოთხეში მოხდებიან. ეს ბებია შვილიშვილი. ჯერ ბებო და მერე არა ეს ხუმრობით ასე გვერდ, მაგრამ ისე აი ჭაჭას რო ყიდულობ, სადაც სირიუსის დასახლებაში აგეთებს. სასიკვდილო არა ხარ გიდა. სირიუსის ჭაჭა. აი ჭაჭას რატო ყიდულობ იმაში? რა ქვია? ეხლა მე სირიუსი. ავსტრალიაში წახვიდე და რაღაცა ჭაჭა რო იყიდო. ხანჭყარა. მე მოტირუმობაში. ხანჭყარა რო და ავსტრალიაში ისე მეშინია ყველგან მინდა მოგზაურობა სომხეთის, ავსტრალიის. სომხეთში რა? აი რა უნდა ვნახო შეჩემო სომხეთში. აი რა ძიძახიან რომ ერევანი ძალიან ისეთი გარგარს თუ შევჭამ რა.
გარგანის კარგი აქვს და სხვადასხვა ლამაზი ქალაქიც არის, მოვლილი ქალაქია. ბასტურმა რაღაცა. კარგი გართობაა, ძველი კარგი ხალხი. სტუმარ-მასპინძლობაა და ძველი ხალხი გაცილებით ძალიან. სერვისის მე არ ხარისხი. მაქვს ინტერესი, ქართული მოკლედ, როგორც რა. ამბობენ, აი. ვერ მივა აგინან უგინო. ერევანთან. კი, ვინც ხშირად არის ნამყოფი ერევანში, ჩემს გარშემო, ბევრჯერ აღნიშნავთ, რომ კვებისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროში ნუ ხა ჩვენ რომ მომსახურების სერიოზული პრობლემა გვაქვს, მაგაზე არ არის საერთოდ. ბევრგან სერიოზული პრობლემაა. ძალიან პრობლემა. ძველი ხალხია რა, კარგი ხალხია, ნუ. არ მესახე ეხლა რაღაცა ისე გაჟღერდა თითქოს ვებრძვი რამეს. ახლა ეხლა ბილეთებს ვიდო ჩემთან მე რომ მივდივარ. სამგზავრო თუ მივდივარ, ჩემი ინტერესის სფერო, აი მაგალითად ვიყავი კვიპროსში. და აი ძალიან მოვიწყინე. იმიტომ რომ მე მაინტერესებს რაღაცა კულტურა, არქიტექტურა, ხო ხტები რა. აი კვიპროსში ვერაფერი ვერ ვნახე ეგეთი, რომ 8 დღე იქ რო ვიყავი, რომ სამაგეროდ წყალია კარგი. ხო, წყალი კარგია, მაგრამ აი წყალი ისეთი კარგი. აი არ არის ჩემი ინტერესის სფერო რა. ორჯერ ვიყავი წყალში. არა. ეხლა აიანაპასე საერთოდ გასულა. აიანაპასე რაღაც კუნძულზე ხო ვიყავი, სანაპიროზე არ გავსვი. მე არ ვარ მე ზღვისპირა ქვეყანაში ნამყოფი, მაგრამ კვიპროსზე რო ვიყავი და იქ რო ვნახე. ეგეთი ზღვა მე კი, არ ძალიან ვინახე კაია, ძალიან კაია. უბრალოდ მე აი რომ მოგზავრო პარიზზე, იმიტომ ვარ გადაგიჟებული, რომ აი ეს არქიტექტურა, ხო ხტები და ბოლო-ბოლო დავინჩის ორიგინალი, დავინჩი და ვან გოგის ორიგინალები ვნახე და შოქში ვიყავი რა. ხო და ამიტომ აი საფრანგეთში, იტალიაში, კი ბატონო. და მან დავდივარ. ხო, მაგრამ არ მაინტერესა გამოგეკითხე ხან ნუ წახვალ სომხეთში. ზღვისთვის უნდა წახვიდე კვიპროსზე, კი, საბერძნეთში. ეგრეა, აი, საბერძნეთის არქიტექტურა და კულტურა მოვიფერო, მოიყვანე კატა. ნუ მოყავს ბეჰემოთი. ხო. ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს. სომხეთში უნდა წახვიდე სევანზე. სომხეთის წადი კაი თევზია, გემრიელი აკეთებული. ნუ კარგია რა, თავისი ამბავი აქვს. მოდი მე მაინც სომხეთში არ მინდა ჯერ წავსო. დავით სანაჯიშვილის მიერ დაარსებულ კონიაკს გასინჯაო. ეგ საინტერესო. კი ბატონო. ისე ბევრმა შეიძლება არ იცოდეს ჩვენმა მაყურებელმა, ბევრს ეცოდინება რა თქმა უნდა, ბევრს არ ეცოდინება. პირველი კონიაკის, ნუ კონიაკის რა ბრენდის წარმოებელი ქარხანა სომხეთში გახსნა დავით სარაჯიშვილმა. და ესეც რაღაცა ძალიან მნიშვნელოვანია. ჯერ საქართველოში გახსნა კი. და შემდეგ ჩავიდა და ნუ თუმცა მათ ობიექტურად რო ვთქვა, ჩვენზე უკეთ განავითარეს ეგ საქმე. ბრენდის ეს მათი ვარგეს მხოლოდ ჩვენზე მეტად. კი, უკეთ ბრენდის განავითარეს. პოზიცია, მაგრამ ნუ ნამდვილად. ფაქტია რომ დავით სარაჯიშვილმა რა შეიძლება ჭაჭას? ნუ ეს პათოლოგიური ლტოლვა, ალკოჰოლისა, ყველას მოეხსენება. პათოლოგიური ლტოლვა აქვს რუსებს ალკოჰოლისადმი. და თავარია რომ აი დაათვრე. ხო. და ღვინო ნაკლებად ვართ, იმიტომ რომ ღვინო დალიო, რაღაც დალიო საუბრო. ეს დალიო და დათვრები. დალევ დათრები ჩაიხდი რა და ჯარისკაცს ხო და მე აი აი ნიაჩურეს ქართველების თრობას და მართლა წეგანას თქვი, ეხას მომბო, მართლა ძალიან ტეხავდა. და კაცი რომ დამთვრალიყო ქართველი. ძალიან ცუდი ტონი იყო ეს. და ეხა ჩოლებრივი ამბავია. ეხა დათვრებიან და ამით ტრაბახობენ რომ დათვრებიან. და სუფრაზე ტრაბახობენ რომ იმით აი ამას სვამენ რაღაც ძალიან არა ქართული ამბავი. ტრადიციონალიზმზე თუ ვილაპარაკებ, მაშინ ნამდვილი ტრადიციები გავიხსენოთ. ტრადიცია რა იყო ნამდვილი? კი ბატონო. ქალისადმი დამოკიდებულება. ძალით გეთანხმები. აი მეგობრის სადმი დამოკიდებულება, ქვეყნისადმი დამოკიდებულება, როგორ ვფრთხილებოდნენ ყველაფერსაც სახლის ზღვის იგით არის. ეხლა სახლის ზღვის გადააბიჯები და სხვაგან არიან. კი. ლივჩი ყრია ნახინის ნაფცხვენები, ბიჩოკები. ეხო ძალიან ხაჭო. ძალიან სვისია? აი ეს სვისია ეს ჩვენი სახელი. იმიტომ რომ რუსებს ეგ რუსული ტრადიცია იმათ არ უყვართ, იმათ არა აქვთ ეს განცდა. სამშობლოს განცდა. მომთაბარეობა გაცილებით უფრო ყივისი იქ და იმიტომ რა ყველაფერი ყივის საშუალება იმათ ყველაფერი მძღნელი ყივის მაგასაც. სისხლი გონიათ. ხო, და სისხლი გონიათ სისხლი. უდუხთ. მოკლედ ეს იყო ჩვენი ობიახლები. იმედია საინტერესო ინფორმაცია შეიძინე ჩვენი ობიახლებიდან. დარწმუნებულო ეს ბეჰემოტის ამბავი 1-2-3 წუთი გაყვება და არ დაგავიწყდება. 2-3 თვე გამოყვება. აი ხა დავიწყდა. დავიწყდა, უკვე დავიწყდა. დრო იყო. და ეხლა რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო შეკითხვები ჩვენთვის უფრო ბევრი გქონდა, ვიდრე დაგიკითხავთ დღეს, მაგრამ ნუ ძალიან რო არ გაიწელოს, მოსწენი რო არ გახდეს, ამიტომ რაღაცა ისე შევარჩიეთ რა, არ გვინდა თან ბოლომდე ტრადიციული ინტერვიუ გამოვიდეს.
და ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს, რამდენიმე შეკითხვა გვაქვს შენთვის და ბოლოს მე პატარა ბლიციც ჩავაგრიალოთ რა. თეიმურას გახსენი. ახსნა? გახსენი. აიღე შენ თავზე ამჯერად. კი ბატონო. პირველი კითხვა, ნუ მაინც ჩვენი ფორმატიდან გამომდინარე. რას უყურებთ YouTube-ზე? რა ჟანრი არის ყველაზე ისეთი უყურებადი თქვენთვის? აი ადოზით უყურებ და რას უყურებ? ეს ამოიჭრება. ეს იყო YouTube-ი? ეს იყო YouTube-ი? გადაცემა ბუნკერი? ანუ არ უყურებ YouTube. შემდეგი შეკითხვა. შეერთად უყურებ YouTube-ს. შემდეგ მე დაჟე დიდი ხნის განმავლობაში არ ცოტა YouTube-ი რა იყო. გონიურული ეჭვი არსებობდა, რამდენად გამოწერილი მაქვს ჩვენი აქ. ხო, არ ქონდა არც გამოწერილი. არა, მქონდა. მე შევუქმენით. გამოწერეს, ასე ვთქვათ. გადამაწერეს. ხანდახან უყურებ ხოლმე. კაი ბიჭია. ჩიქას გაზის. ნიშა წინსაზე. ტექნიკური დახმარებას ვითხოვ. იყოს, გაგრილდები. ცინკვესა. ხო, მაგრამ ზოგადად მე ტელევიზიას მაინც ძველი თავების კაცი ვარ და ტელევიზორს უყურებ, ხო, ტელევიზორს უყურებ. სპორტულ არხებს უყურებ მე ძირითადად. მაქვს რამდენიმე სპორტული არხი და თუ ტელევიზორს უყურებ სპორტულ რაღაცებს. ან ფეხბურთი, სნუკერი. უფრო ფეხბურთი? არა, ფეხბურთიც მათ შორის. ფეხბურთი? სნუკერი, ჩოგბურთი მიყვარს, ცურვას მიყვარს, ან სპორტი მიყვარს საერთოდ და ტელევიზორში თუ რაღაცას უყურებ, ეს არის სპორტი. აი ეს გამოც ჩემი მეუღლე იმოთახში არასოდეს არ არის სასწავლო ტელევიზორს უყურებ. იმიტომ რომ მას სპორტული რაღაცები არ მოწონს. ხოდა აი მე მიხედავთ იმისა რომ ამდენი გახმოვანებაში ამდენი რაღაცა და ფილმებს არ ვუყურებ. სერიალებს მით უმეტეს არ ვუყურებ. სერიალები ნახე მაქვს მხოლოდ ის რომელიც გამოსვლა სერიალებში თამაშობდა ხო რომელშიც მაქსიმალური ლეველი გაჩერება მოიწვა თამაშობ ახმოვანებ და ხოდა თუ ნახე მაქვს რომელიც სერიალი მხოლოდ იმიტომ რომ ვახმოვანებ ფილმებს უსმენ ანუ ესე იგი გამოდის ნახე მაქვს ისინი რომელიც გავახმოვანე ხო და ეგ ძალიან ბევრი აი ცოტა მერე მქონდა ეგ შეკითხვა მაგრამ მეგონი ხამივარ მაგ შეკითხვაზე აი შენ არ ვიცი რა შენი ხმა სადაც მესმის ეგრევე ბავშვობაში ვრუნდები და ისეთ კბილად მეძინება აი ვერ გეტყვი რა შენ ხმაზე არა მე ჩემი ხმა რო გესმის მე ბავშვობაში ბავშვი ვიყავ ფაქტორი დავიწყე ახმოვანება იცი რომელი წელი იყო გახმოვანება დავიწყე არა და მაინტერესებს როგორ დაიწყე საერთოდ როგორ მოხდა შავთეთრი კინოები იყო ჯერ მარტო 1998 წელი რუსთავი 2 გადმოვიდა თბილისში აჰა აი მან ერთი რაღაცა ქონდა გახმოვანებული ერთი ორი რაღაცა პირველ რაღაცა ქონდა გახმოვანებული მანამდე და მაგრამ რუსთავი 2-თან ეს ჩემო მეგობარმა თქვა რომ ჩამოვიდა თბილისში ახალი ტელეკომპანია არისო და უნდა თუ გახმოვანებისთვის ხალხიო ირაკლი ჩოლოხაშვილმა და მე მიყვანა ირაკლი ჩოლოხაშვილმა. და შენ უკვე იცოდი რომ კარგი ხმა გქონდა? არა, მე არ ვიცოდი. მე ვიცოდი რომ ჩვეულებრივი ადამიანი ვარ. სახიობი რაღაცა. ოცნებებით და თელეამბებით. ხოდა მირადი, იქა ჩემი ხმა რაღაცა გამახმოვანებინეს ნახევარწუთი და კარგად եղავი ჩემ ტელეფონს მოგვეციო და თუ რაღაცა დაგერიგავ. აბა ნახოთ ბედნი რა. ცოტა დამერიგეს მოდიო რაღაცა სერიალი არისო. საბავშვო სერიალია. გახსოვს რა ერქვა პირველი რაც გაახმოვა? ხო, ეგ კითხვა დამებარდა ეხლა. რა იყო პირველი პროექტი? Nightmare. აი ბავშვებისთვის და მოზარდებისთვისაც ალბათ აი 10-12 წელი. აბა ამ კატეგორიისთვის და ძალიან ყლეობა იყო. მაგრამ ნუ ესეთი რა. მაგრამ ოჯახში მე ბოლი. ოპა, მოვედი. 98 წელია წარმოიდი Nightmare კი არა. და ეგეთი 98 წელია და ეგეთი საქმით რომ ფული მიგაქვს სახში. რა მაგრაა სწორად. 400 ლარი რო ავიღე მაშინ. მაშინტო? ვაუ. 400 ლარი იყო ეს რომ მოლეთ გადავრჩით რა. გადავრჩით. მაშინელი 400 ლარი არ იყო ხუმრობა. 400 ლარი არც ახლა არის ხუმრობა ჩემთვის. სიმაღლეა. ხო და მაშინ მით უმეტეს ეს იყო რა ქვია? ნუ 400 ლარი ცხოვრობთ. ჩემო მეუღლე ვარ თეორი თვე არ გვიჭირს არაფერი. ხო და მე ეს რაღაც ისე მოხდა მე ამ ასე თქვა დაბალი ხარისხის პროდუქციიდან გადამოვიყენეს უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციაზე და თავიდანვე ასე მიხვდე რომ მე უნდა გამეხმოვანებინა ფილმები ასე გადაწყვეტეს და ასე თქვა ექშენ სერიალები. ანუ არა საფრთხის ოპერები.
საპრინციპო მე არ გამეხმოვანებია. მაშინ არ გითხავ, რაღაცა ერთი შეკითხვა მქონდა და აღარ. ერთადერთი საპრინციპო გავახმოვანე, ეს იყო ინდური სერიალი 1400 რაღაც სერია იყო. აი ყველა სერია გაახმოვანე. ძალიან სახალისო იყო, იმიტომ რომ იცი რა არის, აი ყლეობას აი ძალიან ყლეობას ვახმოვანებ და აი ნუ თუ ესეთი ყლეობა არსებობს. და უბრალოდ ნება რომ მოდის ნუ თუ შეიძლება ამას აკადემიოა ეს ყველაფერი ეგრე აი ძერე რა არის. აი ისინი უფრო ახერხებდნენ რომ აი ისეთი იდეოტებს აი ძალიან და მეცნიერება ძალიან აი ესეში აშკარად არ ჩანდა ახლა მეცნიერება აი ტელეფონზე ვიღაცა შევიდა ოთახში და ტელეფონი რეკავს ისმის ხო ჩემი ტელეფონი რეკავს მარტო გასტანოთავს მარტო ჩემი ტელეფონი რეკავს და უი ეს ხომ ჩემი ცოლია გოპი რატომ მე რეკავს ეს ხომ ჩემი ცოლი ჩემს ტელეფონზე რეკავს ამას ხან ლაპარაკობენ ხან ფიქრობენ აი და აი ფიქრებსაც ახმოვანებდი ხო ძალიან სასაცილოა რა ინდური 1400 სერიალის ფიქრების გახმოვანება. მაგრამ ხა ისინი არიან, მე 10 ლას ვიღებდი ერთი სერიის გახმოვანებაში, ისინი ალბათ იღებდნენ 1000-ჯერ უფრო მეც, ვიდრე მე ვინც აი ამ იდიოტობაში ვის თამაშობდა. ისინი ხო ცხოვრობენ ღმერთები ცხოვრობენ. კი. ღმერთები. ხო და ეს ასე გადაწყდა რომ მე უნდა გავახმოვანო ფილმები და ექშენ სერიალები. მაგალითად აი როგორც ვთქვათ სასტრაფო იყო, როგორც ექიმი ჰაუსი იყო, რაღაც ეგეთი ამერიკული სერიალები თუ იმას მე ვახმოვანებდი და ესე მოხდა და მე 98 წლიდან რუსთავიერიდან რო წამოვედი იქამდე, როდი წამოვედი 2009-ში წამოვედი მე მგონი ხო? მოკლედ 21 წელიწადი რუსთავიერში ვიმუშავე, სხვაგან ასე ვიმუშავია და გავახმოვანე ძალიან ბევრი ფილმი. ხანდახან არის ხოლმე რომ ჩავთავ ფილმს და ერთი ფილმი მახსოვს ახლა. ну შეიძლება 5-6-ის მაგრამ ხანდახან არის ჩემი ხმა გახმოვანებდა მოდომებით ვერაფერს ვერ ვიხსენებ აი ვერაფერს ვერ ვიხსენებ მაგრამ ის მახსოვს სიტყვაზე აი პირველად როგორ გავახმოვანე ერთ დღეში ფილმი თავიდან ფილმებს ვახმოვანებდი კვირაში ერთი ფილმი ხმოვანდებოდა რუსთავიერში ხო და ამ ფილმებს ვახმოვანებდით როგორც იცი რა 2 დღე 3 დღე 4 დღეს ყოფილა თქვა ორშაბათს ვიწყებდით ხუთშაბათს მომთავრებდით და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ კვირაში ერთი ფილმის გახმოვანება იყო ნორმალური ამბავი. მე ეს ცოტა დღეები მოაგდა რა. მე გახსნა რომ ეს სტანდარტი იყო 2 დღეში ახმოვანებ ერთ ფილმს. და მე ტვინი მიმუშავე ცოტა სპანია და მეთქი აი ერთ დღეში რატო ვერ უნდა გავახმოვანო ფილმი, მაგის და დავატირე და დავჯექი და მახსოვს ეს იყო სასიკვდილო იარაღი მელ გიბსონი და პოლიციელი ვარ. ხო, რამდენიმე სერია იყო. ძალიან მიყვარდა ხუთი ფილმი არის და ფერატკანიანის. დავიწყე დილით, მე ვისადილე ჭამეთ და მე საღამო დავამთავრე. და დავამთავრე ფილმი მეთქი და ვა როგორ დავამთავრეო? კი, არ არსებობს ერთ დღეში ფილმი გახმოვანე, ვინც კურიერებს დავსაქმეს და ჩაუждენ და გადავხვი, თურმე გამხმოვანებია. თურმე არის. და მე ესე ეს სტანდარტი დადგა ერთ დღეში ერთ ფილმს ახმოვანებ. მე რაღაც პერიოდი გავიდა და გამოდის რომ ეს და ორს ვერ გახმოვანებ დღეში. აცი, ხო თამასა მაიცია. ხო და მე აღმოჩნდა რომ კი ორ ფილმსაც ვახმოვანებდი დღეში. და სადღაც წავიდა ეს ყველაფერი. შემოიდგა კომპიუტერი მე. ანუ უფრო ადვილი გახდა, გადახვევა რაღაცები და მე აღმოჩნდა რომ 3 ფილმის გახმოვანება შეიძლება დღეში. და თუ იჩალისე თუ გაიჭირებ 4-საც გაახმოვანებ. თუმცა მე სახში მიდიხარ და რაღაცა სოლო გიკითხავს როგორ ახლა შეგვიო აი ვერაფერს ვეღარ აი ვერაფერს ვეღარ ახმოვანებ გაუხმოვნებ არა ეგ გასაგებია კაი ოკეი მაგრამ რაღაცა არის ერთი ფილმი ერთი პერსონაჟია რაღაცნაირად ემოციურად არ გაქვს არა ჩვენ ეგრე ძალიან ცოტა მე იშვიათად გამოხმოვნებია ჩვენ ვახმოვნებთ კაცი და ქალი ახმოვნებს ფილმს ანუ ყველა პერსონაჟი შეიძლება ყველა კაცი ხმა და ერთი ქალია ეგრე პერსონაჟს ვახმოვნებდი ჰიულორის ანუ ექიმ ჰაუსს ვახმოვნებდი ესე პერსონალურად და კიდე რა ქვია და დანარჩენი კაცი პერსონაჟების ხმაზე არა სხვები ახმოვნებდნენ იმას იმას ჰაუსში ეგრე იყო ანუ ემოციურად არ გჭირდებოდა ანუ არ თამაშობდი უბრალოდ კითხულობდი გამოდის არა ისე მან ცოტა მუღამია დასჭერი რა შენ დაახლოებით იმ განწყობაზე ხარ რა განწყობაზეც ის გმირია ხო ეკრანზე მაგრამ
თამაშის ხარისხი დაბალია შენ. ხო და აი მანდ ვარ ნახე დღეში 4-8 ახმოვანებ. იფიტები. კი. მაგრამ ახერხებ რომ შეიცვალო და 4-ვეში სხვადასხვა ტიპი თამაშო. თამაშო. ვიღაცა ეხლა მაყუთია კახები. აჩო ვიარო მაყუთი ამაში აიღოვი და ვიღაცა რომ კარგად დაიწყო. მაყუთს გააჩინეო. ხო, ბაზარი. ეხლა გეტყვის. თავიდან იყო 20 რამდენი იყო? მოკლედ მაქსიმალური იყო 35 ლარი. ფილმი? ერთ ფილმში. რას ამბობ? კი. ხო ვიღაცას გონიათ რომ თავიაში მაყუთებში იყო. აი ეგეთი იყო ჩემი მაყუთი აღებული. ერთი ფილმი იყო 35 ლარი და მე ბოლო წლებში ეგეც აღარ იყო. აქვია თავისუფლად სუნთქა რომ დავიწყეთ მას მე ეხლა ხო თავისუფლად სუნთქავთ 2012 წლის მერე. ხო და აი თავისუფლად სუნთქა რომ დავიწყეთ 35 ლარი აღარ იყო 25 ლარი იყო. ჩამოვიდა ისე. კი. ვაუ. 25 ლარი ახლა რო ასე ქონა. მე მივხვდი რომ მართლა ვიფიტებოდი და მართლა ვშტერდებოდი. რამდენი ხანია რაც აღარ ახმოვანებთ იმ? რაც წამოვიდი რუსთავიერიდან. და ნუ საკმაოდ 2019-ში წამოვიდი. 19, ხო. რუსთავიერიდან წამოვიდით და იმასაც რა ქვია ფილმების საყიდელი ფული მთავარ არხს რომელზეც მუშაობდი არ ქონდა. ამიტომ იქ გავახმოვანე მარტო იქ პრომოებს ვახმოვანებდი, ანუ არხის ხმა ვიყავი და ერთის შავი სია, ასეთი სერიალი იყო, ამერიკული სერიალი იყო, რამდენი სერია იყო, ნუ მკითხოთ, მე მგონი 8 სეზონი იყო. თუ 12 საშუალო 12 სერია, მაგრამ ეგ მარტო ეგეთი სერიალი გავახმოვანე იქ. ნუ იმ ინდურ სერიალს ვერ გადავჯობრავდა. ინდურ სერიალი იყო. ხელუხლებელი. ფენომენალური. ექსპონატი იყო. რადგან შემიძლია. აა უბრალოდ შეიძლება ტელეფონი ხაჭიჭირავს. რადგან შემიძლია. იცი რა უნდა კითხო, აი მეტწილად ეგრე მგონია, შეიძლება ვწდები და მითხარი თუ ვწდები. მგონია რომ ხალხი ხმით უფრო გიცნობს, შეიძლება. ვიდრე შესრულებული როლებით. შეიძლება. არა და ფილმში რა თამაშები გაქვს. თეატრში ხო დღემდე თამაშობ და თამაშობ. სერიალებში ხო თამაშობ. იქნება ეს კლასიკური თუ YouTube სერიალი თუ სიტკომი, აი ყველა თუ რამე შეიძლება სახიობა გააკეთოს, ყველაფერი ნაკეთები გაქვს. კი. მაგრამ მაინც მეტად ხმით და ეგ შენში აი რაღაცნაირად შეიძლება არა. გაღიზიანებას იწვევს, რომ აი ხმით უფრო ამდენი მაქვს როლები ნამუშევარი რაღაც. არა? არა. გაღიზიანებას არ ეწევს, ასე. მე ვისაც ნანახი ვყავარ, ყველა მცნობს. რა გააღიზიანებს ფულია გაღებული. აყუთება გაღებული. ვინც მხედავს მცნობს. ხდები? უგემცნობელი, სადაც შევდივარ. ტრაბახის პონჩი არ ვუყურებ. ძალიან მადლიერი ვარ ამის გამო რა. ეს მართლა დიდი ბედნიერებაა. ყოველგვარი ხომრობაზე რა შევამბობ. რომ საერთოდ ადამიანთან მიდიხარ და ის თბილად გეპრობა იმის გამო, რომ იცის რომ შენ ნანახი ყავარ. შენი პროფესიის გამო რა. და ხო შეიძლება გიცნობდეს, მაგრამ ნუ სიმპათია არ ქონდეს შენს მიმართ. არ არის გამორიცხული ეგეც ხო? შეიძლება გიცნობდეს, მაგრამ ნუ არ ებოსებოდა რა. მაგრამ ნუ აი სიტყვას გძნობ ადამიანებისგან. თუ ძალიან ხოცი არ არის, ძალიან ხოცისგანაც მიგზნია სიტყვა. ა მე ვაფშე მიტყდება რომ რაღაცნაირად ყველაფერში პოლიტიკას ვთხრით ხოლმე რა ადამიანებმა. ჩვენ არ ვთქვით, თვითონ არის ეგ. ხო, მესმის, მაგრამ აი მე პოლიტიკა ხრის ისეთი რეალობა ვერ გამიჩნევ რა. მოდი ნუ აურევთ ხელოვნებას და პოლიტიკას. მოდი გავამიჩნევ. არა, სხვა პონჩია. ნახე როგორ ვამბობ დიმა. პოლიტიკას ნუ გავასნიშნავს, ვერანაირად ვერ გამიჩნევ. ნახე როგორ ვამბობ სხვა ამბავში. შენ რაღაც პოლიტიკური შეხედულება გაქვს, მე ჩემი მაქვს, ბუკას თავისი. უნდა შეგვეძლოს რომ ატვირს ვცემდეთ მაინც ერთმანეთს პოლიტიკური შეხედულებების გამო. ამაზე მაქვს საუბარი მეტი კი არაფერზე რა. და ერთმანეთს არ ხოცავდეთ და არ გძულდეს ერთმანეთი რომ ერთ აზრზე არ ვართ. ეგ არის პოლიტიკური მეტი არაფერი რა. პოლიტიკური სიმწიფე ალბათ ერის და ჩვენთან ეგ არ არის. არ არის ეგ სიმწიფე. ხო, არ არის, აი მაგრაგული მწყდება. ყველაზე კაი ტიპებს სიტყვაზე. იმიტომ რომ ყოფნა არ ყოფნა და გადარჩენა ვერ გადარჩენაზე არის საუბარი და არა იმაზე რომ შენ წვანეთა პარტია მოგწონს თუ ჩემთვის მემარცხენე ოპოზიციის გასაგებია, უფრო მისაღებია და აკრას თუ გადარჩენაზე ვსაუბრობთ ერთმანეთთან თანხმდაში. იცი რა, აკრას თუ გადარჩენა მინდა, ნუ ხოცავთ ერთმანეთს. პატივი უცეთ ერთმანეთს. გავლენა, მოგრედ გეტყვით, შევესწრები. 200 წელზე მეტია საქართველოს მართავს რუსეთი. კი. ოფიციალურად. აი ამ 224 წელიწადში, რაც ოფიციალურად რუსეთი მართველია საქართველოსი. ჩვენ რუსეთი ვერ გმართავდა დაახლოებით 14-15 წელიწადში. დანარჩენი რუსეთი არის ოფიციალურად საქართველოს მმართველი. მოხდები, ანუ მთელი პროპაგანდა, მთელი ეს აგიტაცია რაღაცა რუსული. მოხდები, ტვინები ცოტა
ძალიან კარგად იმუშავა. მენტალურად ქართველობა შეცვლილია. და ეს ღირებულებების დონეზე არის შეცვლილი. კი. სამწუხაროდ. თუ არა ხარ ხელისუფლებაში, მაშინ დაგენძრევა. ხო. აი ეგ არის რუსული დამოკიდებულება. რუსული პონტია ეგ, რომ თუ ხელისუფლებაში არ ხარ, თუ ხელისუფლებაში ვერ მოხდი, ის ხელისუფლება შენ გაგანადგურებს. ანუ ამიტომ შევინა მოხდა ხელისუფლებაში. ხო და ანუ ძალიან მარაზმია მაგას ეგრე არა, სინამდვილეში ნორმალურ არ ქვეყნებში. მოსულა ეგრე. რა თქმა უნდა, ნორმალურ ქვეყნებში ასეა. შენ ხარ კონსერვატორი, მე თქვა ტრადიციონალისტი რაღაცა და შენ შეგვიძლია მე ოღონდ რაზე უკეთ რომელია? ხო. უკეთ რომელი წაადგება ჩვენ ქვეყანას. ამაზე მსჯელობთ, ამაზე ვკამათობთ. მესმის. და არა იმაზე რომ მე შენ უნდა სამუშაო და მოხსნა. სახელმწიფო პროგრამები, მე რომ- დაზღვევის, არა, ეგრე რომ ჩაყვია, ანუ სხვადასხვა იმდენი ამბავია, სოციალურ, რომ- ანუ ხო, ეს- ყოფიერების გაუმჯობესებაზე როცა არის ჩვენთან იყო აქ არის რომ სხვადასხვა გადავყლაპოთ თუ გადავყლაპოთ. იყო ის ჩვენთან ეგეთი, ჩვენ საკმაოდ კულტურული ხალხი ვართ. მაგრამ ეს დაითრგუნა ეს ამბავი. აი უახლოესი ისტორიიდან ყველაზე კაი ტიპები ვინ აღმოჩნდნენ ზვიადის დროს. ზვიადისებს რო ეძახდნენ. აი ეს ადამიანები აღმოჩნდნენ რომ იმ პერიოდში იყვნენ ყველაზე სწორად მოაზროვნე ადამიანები, ყველაზე ალალი, ყველაზე სუფთა ადამიანები. ანუ ზვიად გამსახურდიას მომხრები ვინც იყვნენ და მათ რას უშვებოდნენ? მათ შვიდობიან მიტინგებს ხვრეთდნენ. ხო. ეს ბევრმა არ იცის 32 კაცია მოკლული. ასეთ შვიდობიან აქციაზე. მანიფესტო. 200-მდე დაჭრილი ცეცხლსასროლი არახით. კი ბატონო. ხო და ის მე არც ის დიდი დრო გავიდა იმის მერე, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ძვირად გამსახურდია არ ყოფილა არც ფაშისტი, არც არაფერი ცუდი არ უთქვია. ეხლა რომ კითხვა იმ ტიპებს, ვინც ძვირად გამსახურდიას აი ავტომატები და ქვემეხებით ებრძოდნენ, რატო იყო ძვირად გამსახურდია მოსაშორებელი, ვერ გეტყვიან. რატო იყო მოსაშორებელი ძვირად გამსახურდია? რუსეთის დაკოქილი ამბავი იყო ეგ. მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის დაკოქილი ამბავი იყო და აგორებული მის წინააღმდეგ. იმიტომ რომ ზვიად გამსახურდია არ ექვემდებარებოდა რუსეთს. ზვიად გამსახურდიას განსახული ქონდა საქართველოს გამოყვანა რუსული ორბიტიდან. კი, ძალიან პროფესიონალური ორიენტაციის ჭორები ვიზია. ჭორები ვიზია. ხო, ნუ რა თქმა უნდა ხალხო. ვინ აგორებს ამ ჭორებს, ხო? ვინ არის იმის ტარგეტი, მიზანი? ზვიად გამსახურდია და ვინ? მიშა სააკაშვილი. ვინც არ ან მე ნახე. ხვდები ჭორები. ხვდები რას წამ. ან ხალხმა დაეჯერა ეს რომ სანდრა როლოვსი ყიდდა საშვილოსნოებს, რომელიც ან გადანერგვისთვის, რომელიც ვერ ხდება, ვერ გამოიყენებს გადანერგვის ხო ხვდები ხო, პროპაგანდისტი რამე ხარ. ეს რუსული პროპაგანდა იყო, ეს ამათ მოგონილი არ იყო. ხო, რასაც შებერო. მაგრამ შენ ახლა ბოლო დროს ძალიან სხვაგან წავედით გახმოვანებიდან, მაგრამ იქავ მან სანამ ვარ. პოლიტიკაზე და ანუ მიხავ არ მე არ მისწორდება რომ ერთმანეთს ხოცავთ სხვადასხვა აზრის გამო, თორე დანარჩენი კი ბატონო. მე მგონია რომ ბოდიში ჩავატარებ კოვიდის პროცესს საერთოდ ზოგადად ეგეთი ერქვა რომ ერთმანეთის საზოგადოების ცემა არ გამოჩნია. კოვიდი ვინ აიცრებოდა, ვინ არ აიცრებოდა. ხო, მაგის გამოც იყო დაპირისპირება. მარტივად ვიყოფით რა. მარტივად ვიყოფით, ძალიან მარტივად ხდება დაყოფა და ანუ ეს ამაზე მე გული მწყდება რა. ხო და რადგან ისე მოხდა რომ ხარ ლოგიკურად თუ როგორც მაკეთ წავედით, ბოლო დროს მახსოვს შენ რა ვიცი, მგონი ტრენდი შექმენი, შენ დაუნებურად ქოცობა ტეხავს მაგ ფრაზით რა. ხო და იცი რა როგორი შეკითხვა მაგ ქოცობა მე ვფიქრობ ზოგადად რომ რის ობაც არ უნდა იყოს ყველაფერი ტეხავს მე ეგ მიდგომა მაქვს რა სულ ერთია რომელი პარტიის ობა იქნები და არა მარტო პარტიის აი რადიკალისტი სადაც ვარდები ყველაფერი ტეხავს კი ხო და აი შენც ეგრე ფიქრობ თუ კონკრეტულად ამ პარტიაზე გაქვს საუბარი ეგ მაინტერესებს რა ზოგადად მე უფრო ეხლა კონკრეტულად ეხლა ამაძე ესენი არიან ეხლა ხო აი ეგ არის რა მაგის გაგება მინდა და არც ერთი ადამიანის, არც ერთი პარტიის მომხრე არ ვიქნები არასოდეს, რომელიც ჩემს ქვეყანას აზიანებს. კი ბატონო. არც ერთ ადამიანს პატივს არ ვცემ და იმის გამო რომ კარგი რეჟისორი იყო, თუ კარგი სპორტსმენი იყო, იმის გამო რომ ეს რაღაცა კარგი მსახიობი იყო რაღაცა და თუ ჩემს ქვეყანას აზიანებს, მე ის წერია ჩემი. ხვდები? ხო, რა თქმა უნდა. ეგრე ვსაზღვრო, მე პარტიულობით არ საზღვრო არაფერს. გინდა ქართული ოცნება და გინდა ქართული ნატო და არქვი. შენ თუ ჩემს ქვეყანას აზიანებ, ტერი ხარ ჩემი. ესენი ტრები არიან ბიჭო. მე ძალიან დილეტანტი ვარ პოლიტიკაზე, აი ვერ ვიტყვი ბევრს ვერაფერს ვისაუბრებ, მაგრამ ჩემი დილეტანტური აზრი ეგეთია, რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე, არ ვიცი, ჩემი დილეტანტური აზრი კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ ამას, რომ ყველა რაღაც ახალი ტიპი, ვინც მოდის მმართველობაში, ძალიან კარგად იწყებს, ზოგი მეტხანს აგრძელებს, ზოგი
შედარებით ნაკლებ ხანს, მაგრამ ბოლოს მარაზმში გადადის აბსოლუტურად ყველა რა და რაღაცა ვადებია დასაწევი მგონი დაბლა კანონით, რომ აი ამის იქით მოდი კარგად ახლა იყავ. ამბობ რომ მე დირექტორად უყურე როგორ ამია პოლიტიკაც, სპორტიც, ხელოვნებაც. ესეთ რამეა რომ ნებისმიერ ადამიანს აქვს სრული უფლება ამაზე ელაპარაკოს ხმამაღლა. არა, უბრალოდ რაღაცა ექსპერტად ვერ გამოვდგები, თორე ჩემ აზრს ვაჟღერებ რა. ექსპერტებსაც შევეცი ვინც არიან ახლა ექსპერტები. ექსპერტები არიან რაღაც. გამომია ვიღაცა სირი და რაღაცა შეშმული საქმე რაღაცას ველაპარაკება. ყველას გვაქვს უფლება, იმიტომ ეს ჩვენი ქვეყანაა. ნიკო, ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ ყველას გვაქვს უფლება, რომ ნებისმიერ მართვაზე, თქვათ, ნებისმიერ რამე რასაც ვიგრძნობთ. კი ბატონო. ანუ ეს ეგრეა. და ის იმ პარტიაში იყო, ამ პარტიაში იყო, რა მნიშვნელობა აქვს ამას? ხო, არა, ჩვენთან იარლიყს ეგრევე ჰედშოტივით შუბლში გაჯენენ რა, თუ რაღაცა სიტყვი всё ვიღაცისტი ხარ რა. რატო არ შეიძლება რომ უბრალოდ არავისტი არ ვიყო, მაგრამ ჩემი აზრით ბიზნესო ვაკეთებ, მე ნაცი ხარ? ხო, ეგ თემაა. ავტომატურად ეგ. თუ ვიღაცა უნდა ვიყო, ჯობია ნაცი ვიყო, ვიდრე სხვა. ავტომატურად ვიღაცისტი იჩთები თუ უყურე ნაცი და კოცი ერთი და იგივე. ხა ეგეც რუსული პონტია. რუსებმა მოიფიქრეს დაწუნებული. ეგ პოლარიზაციაც და მაკოლარიზაციის საფუძველიც იქიდან არის ჩაყრილი, რომ ზუსტად ეს იყოს, რომ ქართველი უნდა ერთმანეთს დააპირისპირო, თორე მე თუ ერთმანეთთან დაპირისპირებული არ იქნებიან, მე ნამდვილ მტერს მიადგებიან. ნამდვილ მტერს რუსეთია და ჩვენ სანამ ერთმანეთს ხედავთ მტრად, რუსეთის ვერ ვიცით. ხო. და როგორც კი მივხვდებით, რომ ჩვენ უფრო მეტი რამე გვაერთიანებს, ვიდრე ყოფს და რეალურად ყვასია, ჩვენ უფრო მეტი გვაერთიანებს. ჩვენ საერთოდ მე ამას თუ მივხვდებით, მე მივხვდებით, რომ იმას უნდა ვებრძოლოთ. რუსეთს მაგას უბერავს რა, აფხაზეთი რა დავყო, ჩვენ ულებრივად დავყო რა ტიპმა თავისი. აი ადგა და დავყო რა. აფხაზებს დააჯერეს, რომ ჩვენ დავიყვანეთ აფხაზებს. ხო, ეგრეა. რუსებმა გააკეთეს. მას იყო 60-იან წლებში ერთ-ერთ კგბ-ს პოლკოვნიკს აქვს, რაღაც რომელიღაცა გაზეთიდან არის ამონარიდი. მის მოსაზრებას იძახის თუ როგორ უნდა მოიქცეს პოლიტიკურ საწიერში საბჭოთა კავშირი საქართველოსთან მიმართებაში. რომ საჭირო არის ეთნიკური კონფლიქტის გაღვივება, რათა არ მოხდეს ქართველების ერთ აზრზე ყოფნა, იმიტომ რომ ერთ აზრზე ყოფნის შემთხვევაში ჩამოიშლება მთლიანად ეს სისტემა. ერთ აზრზე ვიყავით 1999 წელს. არავისტი არავინ არ იყო, არც კომუნისტი არ იყო, არც იმისტი არ იყო, არავინ. ყველანი ვიყავით ერთ აზრზე და იმიტომ მივაყენეთ ამ დედამოწყობილ იმპერიას ასეთი ძლიერი დარტყმა 99 წელს. ამიტომ მოხდა ეს. ჩვენ ერთმანეთს არ ვებრძოდით. აბსოლუტურად გარკვეული იყო, რომ ტერი არის რუსეთი და მორჩა. ვაფშე არ ფიქრობდი იმაზე, რომ ტანკი დამბომბავენ. არავის არ გვეშინოდა ამის. არც იყო რომ ხალხო არ გეშინია თუ არ დაგბომბონ. ეხლა რომ ჩაჯბულები რო არიან, აბა ომეგინა ბიჭო. აი მაგას არავინ არ ამბობდა მაშინ. ჯანსაღი დამოკიდებულება ენას გვიუქმებდნენ. ხალხი მიხვდა რომ ენას ქართულ ენას აუქმებდა რუსი და მორჩა. და გამოვიდა მთელი თბილისი და მიხვდა რუსები მიხვდა რომ ანუ ჯობია რომ უკან წაიღოთ ეს ამბავი. ანუ მაშინ როგორ გითხრა რომ ეს დაყოფა მაშინ არის, მაშინ ეგონა რუსებს რომ მოგვარებულია, მოჭიმულია საქართველო, ხვდები? 99 წელსაც ეგონა, თქო საქართველო მოჭიმულია. მაგრამ ვერ მოჭიმეს. მაგიტო არ მესმის ის მიდგომა, არ მესმის კი არა სრული სიცრუეა, რომ ზია ფეხბურთი და პოლიტიკა მოდი გავმიჯნოთ, ის კარგი ფეხბურთელია, ის კარგი სპორტსმენია და ასახელებს საქართველოს, ანუ რას ნიშნავს ასახელებს? მე ჩემს სამსახურში სადაც მუშაობ, ძალიან კარგი სპორტსმენი ვარ იქ და იქ ვასახელებ, იმიტომ რომ ჩემი არეალი ამდენს წვდება და ის არის ჩემი პასუხისმგებლობა და მოდი ამიტომ თქვა რომ იცი რა მე კარგი თანამშრომელი ვარ და მოდი არ მომეკითხება. პირიქით, რაც უფრო მეტია შენი ცნობადობა და რაც უფრო მეტი ადამიანი გიყურებს და მეტისთვის მისაბაძი ხარ და ეტალონი ხარ, მით მეტად გეთქმის და მით დიდია პასუხისმგებლობა შენი ერის წინაშე მით უმეტეს. რატომ იყავს მაშინ კარგად წარმატებული სპორტული კარიერა მაქვს და არა რატო უნდა ამიტომ პირი დავაღო თუ მიჯნავენ სპორტს და პოლიტიკას რატომ იყავს სპორტსმენები პარლამენტში ანუ იმათ უნდათ რომ ცნობილი ადამიანები მაგათი მომხრეები მაგრამ დაგვაყლევეს კაროჩი რა ცნობილი ადამიანი ლაშა ტალახაძე იყოს კოცი იყოს იმიტომ რომ ლაშა ტალახაძე ვიღაცისთვის მაგალითია რა და თუ ლაშა არის კოცი ანუ ოცნების მომხრე ესე იგი ცუდ ხალხთან ერთად ხო არ იქნება ხო და იმიტომ რომ ავტომატურად კარგი შტანგისტი
კარგი სპორტსმენი ავტომატურად კარგი მოქალაქეს არ ნიშნავს. არ ნიშნავს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს. და ხელოვნების ერთ-ერთი პოეზიისას, სხვადასხვა მხატვრობას და სრულკერპების შექმნა არის რუსული ერთ-ერთი მეთოდი. სრულკერპები უნდა მოისწროს. სრულ ავტორიტეტები. აი ვიღაცა ტიპი არის, ყველა ისწროს და დაფიქრდები, არ იცი ვინ არის. ხო. ანუ რა განათლება აქვს, რა გაუკეთებია. ზედაპირი იცი რა რაღაცა და რეალურად არის. ვიღაცის გაპიარებულია. რატო არის გაპიარებული? აი სრულ კერპები, სრულ აი ფუღე ავტორიტეტები, ეს უნდა მოისწროს. მოისწროს. იმიტომ რომ აბნევს ხალხს. მოისწროს, მაგრამ ძალიან სევდიან ნოტაზე გადავედი და მინდა რომ ცოტა გადმოვბრუნდე. ეს აქტუალურია და სანამ ეს საკითხი აქტუალური იქნება, მინდა არ გინდა ეს გრავიტაცია წაგვიღებს წამოგვიღებს. ჩვენ ბოლომდე ბედნიერები ვერ ვიქნებით. ეხლა მე ყავს კარგი ოჯახი. კარგი მეგობრები, რაღაცა საყვარელი საქმე მაქვს. კარგია. ცოტა ხნისი ერთი წლის კარგი მანქანა ვიყიდე. შეცვალე მანქანა? 2020 წლის გამბუშების მანქანა ვიყიდე. ძველი მანქანა? ხო და არ კარგად ამაკრა. სახლი ნორმალურად სათავზე არ მეგრება არაფერი. რაღაც ესის მაქსახია, გამაგრებელის მაქსახში, კონდიციონერი რა. ანუ კარგად ვარ, მაგრამ ბედნიერი უნდა ვიყო, მაგრამ ვერ ვარ ბედნიერი. ხო. ეს მის რას. იმიტომ რომ ჩემ ქვეყანას ძალიან უჭირს და ვერ ვიქნები ბედნიერი. მოხდები? მის კი რა თქმა უნდა რაზე საუბარი, ორი აზრი არის. შენ ცხოვრებაზე რომ ფილმი გადაიღან ისა. ხო. აი, რავი. ჰოლივუდი იღებს ჩათვალე რა. ხო. რომელ მსახიობს ათამაშები? შენ როლზე, რომელს ვის დაამტკიცებდი შენ როლზე. ძალიან მაინტერესებს. ხო, საინტერესო კითხვა. და შენ როლზე ვის დაამტკიცებდი? არ ვიცი, არ მიფიქრე მაგას. აი, ხა უცბად შეგიძლია დაფიქრდე. თანამედროვე ისინი არ ვიცი, ახლა ნაკლებად ვიცი. ვინც გაგიხარდება? იყოს ნაკლებად რავი, რედფორდი, რობერტ რედფორდი. ძალიან ხوار გავიკაჩე. იცით მე? ნებისმიერი, ვინც გაგიხარდება? რობერტ რედფორდი არის ცნობილი. აი, კვიტო რო იყოს ახლა აუცილებლად გაგცემდა პასუხს, მაგრამ ლაშას მამა გარდაიცვალა და ამიტომ კვიტო შემდეგ ეპიზოდში გვეყოლება. ვერ მოიცალა. კვიტო მოგვიანებით შემოგვიერთდება კვიტო. რობერტ რედფორდი შეიძლება. ან პოლ მე ხომ მაქვს პოლ ნიუმენი ლეპტოპი. რობერტ რედფორდს ეხლავა. ძალიან გავიქაჩე შეიძლება. რობერტ რედფორდი? ვიცი როგორ არის. ვიცი, კი. ვიცი, რა თქმა უნდა ვიცი. კი ბატონო, რობერტ რედფორდს დაამტკიცებდი ესე იგი შენ როლზე. და ვთხოვდი კლინტ ისტვუდს ამ ფილმის გადაღებას. აჰა. ძალიან საინტერესო იქნება. ძალიან მაგარი კაცია კლინტ ისტვუდი. გახმოვანებას შენ გავუკეთებდი. მე გავახმოვანებდი. გახმოვანება ისევ შენია. მე ხა შენი ბევრი როლი მაქვს ნათამაშე შესრულებული ნანახი ფილმში, თეატრში არ მაქვს სამწუხაროდ ნანახი. მაგრამ ნუ სერიალები, ფილმები არ ვთქვით, ალბათ ყველაფერი რაღაც ძალიან ახალგაზრდობის როლების გარდა რა, ძალიან ახალგაზრდობაში რაც გადაღებული მაგის გარდა. მაგრამ გამორჩეულად მიყვარს შენი როლი შუა ქალაქში. მეშველიანი რა ქვია? გია ქვია შენ, მაგრამ ვიღაც მომღერალი მეშველიანი. სახელი დავა. ვიღაც მეშველიანი არის, მაგრამ მიროტაძე ვიყავი მე და შენ იყავი გია მიროტაძე, ხო? მირზა კი არა, ასე ეგეთი. მოკლედ ვიღაც მეშველიანის არ ნორმალური სიმღერები უყვარდა. ეგ ისე არის, ხო. რაღაცა ლექსივით მომცემდე და შენ რამე მელოდია შენ წაიმღერე რა. და შენ თვითონ აბა შეგვიძლია იმ მელოდიას მეუნებოდე? და მე თვითონ რაღაცა იდიოტობას რა შეიძლება უნიშნოს უთხრა. აუ ძალიან. აი იდიოტურ მელოდიას უთხრა. რატო მოგწევს ეგ როლი? ძალიან საყვარელი. ძალიან კეთილი არის რა. კეთილი, მაგრამ გამოყლებული. გავიგე, მაგრამ ვიღაცა მეშველიანი სახელი ვერ აქვს. დეტექტივებში არ ვიყავი გამოყლებული. ძალიან კეთილი არის. ძალიან კეთილია და მგონია რომ მაგრა გიხდება რა. კეთილი არ ვიყავი დეტექტივებში. არა, ბოროტი არ იყავი, მაგრამ უმაინც. არ გახსოვს შენ დეტექტივი? დეტექტივები ეგრე კარგად არ მახსოვს სიმართლე. ჭუმბურად თამაშობდა. ჭუმბურა და აიტიშნიკს თამაშობდა. ჭუმბურად თამაშობდა დეტექტივი. არა, მე მახსოვს რომ დადებით პერსონაჟი. დადებით პერსონაჟი იყო და რაღა ის გამოყლებული გია მიროტაძე ვარ. ეს გადაობა იყო და ის არ იყო გადაობა რა. კაი შუტკები ქონდა ალაგ-ალაგ რა. ძალიან მაგიტო რა. თუმცა ეგ ჩემი პერსონაჟი ეგრე არის, ხო, თავიდან ჩაფიქრებული. არა, აბა? ცოტა ესეთი რა, აი თავის საქმის კაცი იყო ჩაფიქრებული ისეთი რა. ზედმეტი რაღაცა. ანუ გადაობა ტიპი არ უნდა ყოფილიყო. მე ძღოლის დამხმარე მძღოლის ცვლა იყავ თუ რაღაცა. დამხმარე მძღოლის ცვლა იყო, მგონი ხო? არა, დამხმარე კი, მუშაობა რო დაგაწყებინეს.
დამხმარე მძღოლის ის იყავი. ხმოვანებელი იყო დამხმარე მძღოლი. ახსო დომინოს რო უბერავდი ხოლმე. დეტექტივებში? არა, დეტექტივში შუახალაკზე გეუბნები. შუახალაკა. იმ ტიპს გიაზე გეუბნები, მიროტაძეზე. მე დეტექტივებზე გეუბნები. პერსონაჟი არის გია ჩაფიქრებული იყო, ეგეთი უნდა ყოფილიყო. და უნდა ეცემა. დეტექტივი, მე მეგონა გიაზე. არის ეს ტიპი ესეთი რომ ავირიეთ. ცოტა დავალება მიიღო, შეასრულა, ეგ ტიპი იყო რა. ანუ იუმორი და რაღაც ეგ ხაზი არ იყო. თავიდან ეგ არ იყო გათვალისწინებული თუ მაგის თან. მე შენ შექმენი თუ სცენარისტი? არა, შემოხედეს, მე მივხვდი რომ რაღაც შემილია და მომცეს საშუალება და ხო და რა მაინტერესებს? შენი შესრულებულიდან ყველაზე მეტად რომელი როლი არის შენ? სადაც მეტად ძალიან ძვირფასი და ძალიან მიყვარს ეს არის აღსარებაში რომ ვითამაშე. კი, ბუდულის როლი. კი. ნანახი. ზაზა ურუშაძის ფილმში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. როგორი ამი ესე რომ მე საერთოდ მიდრეკილი ესეთი ადამიანი ვარ რა. სულ პერფექციონისტი ვარ ცოტა. სულ მინდა რაღაც უკეთესი გავხადო, საკუთარი თავი, საკუთარი პროფესიონალიზმი რაღაცა დავხვეწო, უფრო წინ წავიდე, უფრო რაღაცა. და ეს რაღაც მომენტები დგება ხოლმე, რამდენჯერმე იყო ჩემს ცხოვრებაში ეს მომენტი, რომ აი უფრო თითქოს ჩემი პროფესია ხელახლა დავინახე. აი რაღაც მომენტში. ერთხელ თეატრში მოხდა ეგა და ერთხელ აი მოხდა ზაზასთან, აი ამ ფილმზე მუშაობის დროს. რომ აი ჩემი პროფესია ხელახლა აღმოაჩინე თითქოს. რამ განაპირობა? ძალიან საერთოდ რას უკავშირებ? სცენარი იყო ესეთი, რომ წავიკითხე სცენარი, რომ მომცეს, რომ აი წაიკითხა ბარეთ შენი აზრი. აი სცენარს რო კითხულობდი, მივხვდი, რომ ჩემი როლი იყო. მაგრამ ხა ახლა ვერ ვიტყოდი ახლა ჩემი როლია და მოდი სხვები აღარ გასინჯო ამას ვერ ვიტყოდი ვერას. მაგრამ აი რო კითხულობდი, აი ჩემი როლი იყო რა, აი უნდა მეთამაშე ეს როლი რა. და მე გადაღებების დროს ზაზამ აი ალალად ძალიან კარგი კაცი. ძალიან კაი კაცი. აი ყოველგვარი გადამეტების გარშე აი ხო და ისე მითხრა რომ შენზე დავწერე ეს აი გამოდის რომ შენზე დავწერე რა ისე თამაშობ რომ აი შენზე დამიწერიაო რა აი ესე გამომივიდაო რა ეხა კონკრეტული არ ყავდა რა აი იმაზე არავის არ დამიწერია მაგრამ აი ეხა რომ გადაღებების პროცესში რო გიყურებ რომ აი შენზე დამიწერიაო რა ეს სცენარი ზადას სცენარი ხო და მე ზადას უთხარ ერთი რაღაცა რომ მე-5 მე-6 გადაღება დღე იყო საღამოს ვკითხულობ ტექსტს, მე ხვალას უნდა გადავიღოთ იმ ტექსტს ვკითხულობ მეთქი ხო სცენარში და შემდგომ უნებურად მეთქი ტვინში, აი ეს ტიპი დაიხატება თქო, ეს ტიპი, ვისაც თამაშობ თქო და ის ლაპარაკობს ამასთან ჩემთვის, აი მე ვხედავ მეთქი რა. ხო და აი ეს დამემართა მეთქი, ეს არ მემართა მეთქი ხშირად, რომ აი ჩემ პერსონაჟს აი მარტო ვხედავდი რომ აი ეს ტიპი, ვისაც თამაშობდი, დადიოდა, ლაპარაკობდა, რაღაცას აკეთებდა. ხო და მეთქი ეს რაღაცა დამემართა, მე კიდე ეს არ მემართებო. აი ამ გადასაღებ მოდაზე რომ მოდიხარ ამ ჩაცმით ანაფორით რაღაცა აი სხვა ხარ როგორც კი გაიხდიო და ისახარო რა შენახო აი ჩაესაო და სხვა ხარ და ამ დროს ეგრე არის მაშინ ვეწეოდი თან და ამ ანაფორაში ვეწეოდი ხო აუ ვერ გიყურებ რა გონიო რომ რაღაცა ფილმში შემეშალა რაღაცა ანუ ისეთი რაღაცა იყო რომ მე ძალიან ესეთი კომპლიმენტები ხარ შენ ის სახეობი ხარ აი დენიელ დეი-ლუისი და ეგეთ ფონში სახეობი ხარ რომ აი კოსტიუმში რო არისო და რო ის არის რა ვერც იფიქრებ რომ სხვა არის ანუ ის და ნუ გაიხდის კოსტიუმი და სხვა ეგეთი ქიმია სხვა პერსონაჟთანაც გქონია არა აი დაახლოებით ეგეთი რაღაცა მქონდა დეტექტივებში ისიც ძალიან ახლობელი იყო ჩემთვის ეს როლი და ბევრი რამე აიღო ჩემთან იმ აკაკიმ და ვაღიაროთ ისევე როგორც გიორგიმას ბევრი რამე აიღო ჩემთან მამა გიორგი ვიყავი პერსონაჟებში ჩვენ რაღაცა ნაწილს ხვდებით ხო რა თქმა უნდა და რეჟისორთან ურთიერთობა რეჟისორთან მუშაობა გეხმარება სწორი ნაწილი ჩადო შენი სწორი ნაწილი ჩადო იქ ან თუ რაღაცა სადასწე პერსონაჟი შენი ნაწილი ხო ან თუ არა გაქვს შენ რაღაცა ის რაც პერსონაჟი შეიძლება უცებ აიღო და მოიგო ისეთი გახდე ძალიან საინტერესო პროფესია მაქვს აი ისეთი кайფია როცა სხვა ადამიანის თვალით უყურებ ხო და აი სხვა ადამიანის თვალით მოქმედებ აი მაგარი кайფია რა მაგარი кайფია შენ ბოლოს YouTube სერიალშიც მიიღე მონაწილეობა ჩიპოს სერიალი ხო მაგრამ ჩვენი პირველი სერიალი ხო და აი თავიდან შემოგთავაზეს და გითხრეს რომ რაღაც YouTube სერიალი მით უმეტეს არ ხარ თურმე YouTube-ის მაყურებელი ისე ნაკლებად დავეცახ მაგას რატომაც არა საინტერესო იყო განსხვავება რამე
თქვათ იგივე დეტექტივებს და YouTube სერიალს შორის შენთვის როგორც მსახიობისთვის. კი, რაღაც პროცესში რა. დიდი განსხვავება არის. არა. განსხვავება იყო, მაგრამ დიდი არა. ნუ ალბათ ის რომ აქ ნაკლები ფინანსები იყო და ამდენ ნაკლები რაღაცები იყო, ტექნიკური თვალსაზრისით და იქ ძალიან ისეთი რა ყველაფერი სკრუპულ დეტალურად ყველაფერი აი ესე იყო იმ დეტექტივებში ძალიან ველოდებოდით და ყველაფერი დალაგებული. აქ სხვა სიტულები იყო, აქ ზოგი არაპროფესიონალი იყო. ცოტა მეუხერხულა, მაგრამ მე მივხვდი რომ არა დიდი უბედურება არაპროფესიონალთან თამაში. გეუხერხულა რამ ხარ? აი არაპროფესიონალი ადამიანი რომ შენ პროფესიაში შემოდის რაღაც. დისკომფორტი იყო შენ? დისკომფორტი, უხერხულა ის კი არა რაღაც. კი როჟეგი ადამიანჯერია რა შენ ხა. ჩემთან ანუ ცოტა უხერხული იყო, ცოტა არ არის რაღაც პროფესიონალი და ვერ აყვებასა თამაში ისე როგორც ამ მაგრამ ნუ არა უშუალოდ. ისე არაფერი ისეთი. სამსახურეა. როგორც საინტერესო გამოცდილება იყო ეგეც. კი, საინტერესო გამოცდილება. ერთი შეკითხვაც მოქვს შენთან და მე უკას თუ არ ექნება, პრინციპში შეგვიძლია მე ბლიცზე გადავიდეთ. მოკლედ, შენ ხარ რა ვიცი, ნუ არ მგონია ძალიან ბევრი ადამიანი იყოს ჩვენ რეალობაში ეგეთი, რომელსაც კინოში, კლასიკურ სერიალში, YouTube სერიალში, სიტკომში, თეატრში, ყველგან ზემოთაც აღნიშნეთ, სკეჩებში, ყველგან გაქვს მონაწილეობა მიღებული. იცი რა მაინტერესებს? კინოს, კლასიკურ სერიალს, სიტკომს და YouTube სერიალს შორის. აი, ამ ოთხ შორის მთავარი განსხვავება რა არის რა? შენთვის, როგორც აი არტისტისთვის. რა განასხვავებს ერთმანეთისგან? რომ თუნდაც შეგვიძლია რომ აგერ ამ კითხვის ნაწილშიც დაყოფილი მაქვს რა, რომ რაღაცა კლასიკური ტიპის სერიალი, სიტკომი, YouTube სერიალი, აი რა სხვაობაა? დიდი სხვაობა არ არის ჩემთვის, იმიტომ რომ ავხსნე. მე როცა რაღაცაზე ვამბობ რომ მე მოდი ვითანამშრომლებ, მოდი ვითამაშებ ამას, მე იმას ვაკეთებ საუკეთესო ვარიანტს, რაც იმ მომენტში შემიძლია. ანუ პასუხისმგებლობა მაინც დიდია. მაყურებელმა ადამიანებმა უნდა ნახულნეს. და ეს იქნება YouTube-ზე თუ ეს იქნება დიდ ეკრანზე. ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ბევრი ადამიანი მოვა და ნახავს, ან ჩართავს და ნახავს, ხო? კი, რა თქმა უნდა. ესე იგი, ჩემი პასუხისმგებლობა არ იცვლება. მე დამოკიდებულება მაქვს ერთადერთი თავარია, ჩემთვის იყოს პროფესიონალების ნიჭიერი პროფესიონალების გუნდი. სხვა არაფერი არ მაქვს. და აი ბექში, რასაც მაყურებელი ვერ ხედავთ რა, რა სხვაობა არის ამათში, პროცესში გადაღების და გეგმის. ნუ YouTube-ზე უფრო ის არის, რა ქვია, უფრო იაფასიანი რადგან არის, ეცაღან ვთქვი. ანუ ნაკლები ფინანსები ნიშნავს ნაკლებ პროფესიონალიზმს. არა, ნაკლებ გასახანს, ანუ ნაკლებია განათება, ნაკლებია თქვა იმის მოწყობა, პავილიონი არ გაქვს, ვიღაცის ბინაში იღებ, რაღაც აი ეგეთი ტექნიკური საკითხები, შეიძლება ხარისხი არ არის გამოსაყოლი, ისეთი კარგი, როგორც მას. ხო, ეს ის ნუ სხვა კამერა არის. და კლასიკურ სერიალს და სიტკომს შორის არის პროცესში რამე სხვაობა? კი, როგორ არა. კი, და აი რა. სიტუაციური კომედია, რომელიც პავილიონში რო ეწერება იმაზე. ხო, აი შუა ქალაქის სიტკომია. მაგას მე დავარქვი, ეხლა ეგ ტერმინი არ მინდა კი არა ვანკვიდრებ აქ ტერმინს, მაგრამ აი სპექტაკლის გადაღება. სპექტაკლის გადაღება. ანუ სპექტაკლს ვიღებთ რა. ცოცხალი მაყურებელიც არის თან. ხო, ცოცხალი მაყურებელი ზიზა სპექტაკლს თამაშობს, და ამას იღებენ, ნუ ხო და ეგ სხვა არის, კლასიკური სერიალის სხვა არის, ფილმია ფაქტობრივად. უბრალოდ გაწელილია სერიებზე რა. ხო. ფილმს თავისი ნაქვია, ფილმში თამაშს თავისი ამბავი აქვს. ეგეთ სერიალში თამაშს თავისი ამბავი აქვს. იქ სერიალი ის არის, რომ თქვა შეცდომაში აქვს ეს პერონება თუ ესეთია ეს პერსონაჟი, მე შეგელია რომ სხვადასხვა სერიებში შეცვალო. ის ხო, ის თვისებაც შეძინო ეს თვისება იმ სცენარისტმა დაგიწეროს რაღაცა და თორმე ეს ტიპი ესეთია. და ფილმში ეგ მომენტი არ არის. ფილმში ყველაფერი უფრო გააზრებულია და ფილმი ძალიან მაგარია. გააქვს რომ საკუთარი ტექნიკა, ხო, აი მაინტერესებს. რითიც რომლითაც ემზადები ან სატელევიზიო როლისთვის, ან თეატრის როლისთვის. ჩემი ტექნიკა, თუ შეიძლება ამას ტექნიკა დავარქოთ, არის მე მაქსიმალურად ვივიწყებ წინა ნამუშევარს. წინა როლს, ანუ რაღაც არ გადმოიტანო იმ პერსონაჟიდან. ოღონდ მავიწყდება. კი არა, მუშაობ მაგაზე რომ აი მავიწყდება. თავისით? ხო. და აი მე ახალ როლს რომ მომცემენ, ან გინა თეატრი იყოს, გინა სერიალი, ის აი თავიდან ვიწყებ, აი ვინ არის ეს ტიპი, რანაირი ტიპი, აი თავიდან ვიწყებ, აი არც მინდა გამახსენდეს უკანა რა გავაკეთე იმ სერიალში, ან იმ სპექტაკლში რა გავაკეთე.
იცი როგორ მაინც ერთი კაცი ვარ და მაინც რაღაცა მსგავსებები იქნება, რა ეგედა. ეხლა კიდე გავიხსენო მაშინ როგორ ვაკეთებდი. არა, იცი რა. აი მაგალითად ჰიტ ლეჯერზე საკმაოდ გავრცელებული ამბავი არის ეგ, რომ ჯოკერის მომზადების დროს ჯოკერის როლს როცა ამზადებდა, რაღაც სასტუმროში ცხოვრობდა და ძალიან ხშირად ისმოდა მისი ნომრიდან რაღაც ყვირილი და რაღაც თავისებურად ემზადებოდა მოკლედ როლებისთვის რა. რამე ეგეთი აი, აქ ჭირდება განმარტოვება, სადმე წასვლა, ან მე ჭირდება გარკვევა რას თამაშობ. ამისთვის ჭირდება რეჟისორი. ამდენს ახლა რომ ვახსენე პროფესიონალი რეჟისორი ჭირდება, რომ იმან გამარკვიოს რა ხდება. რა უნდა გამოვიდეს, რა ჟანრში ვართ, რანაირი პერსონაჟი უნდა. მე თუ გავიგე, რანაირი პერსონაჟი უნდა ვითამაშო, მე რაღაცაირად ვიჯერებ ამ მოცემულობას. რაღაც იმ როლში შედიხარ, ადაპტირდები ინტუიცია განახავს როგორ ილაპარაკო, როგორ იმოქმედა. ჩემი პედაგოგი მეუბნებოდა, რომ მსახიობი რაც უფრო მეტად იჯერებს მოცემულ პირობებსო, ანუ ვინ არის რა არის რაღაცა, მით უფრო კარგი მსახიობია. ჩემი პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი. ის მეუბნებოდა, რაც უფრო მეტად დაიჯერებ, მით უფრო კარგი მსახიობია. მოხდები? და მაშინ მეუბნებოდა, ცოტა მაშინ არ მესმოდა, ახლა მაშინ ჩვენ ეცეს ვეღავდი და აი თავარი ის კი არ არის რას თამაშობ, თავარია როგორ თამაშობ. აი მაგალითად ხო ყველამ ვიცით რომ დესდემონას ბოლო აქტში ოტელო დაახშობს, ხო? ეგ ყველამ ვიცით. მაგრამ ამის სანახავად არ მივდივარ თეატრში. როგორ დაახშობს? როგორ დაახშობს, ეგ გვაინტერესებს, აი რანაირად ის როგორ დაიხჩობა. ხო, ეს მაშინ მე საერთოდ მიშა თუმანიშვილი ბევრ ამას გვეუბნებოდა ისეც, რასაც მაშინ ცოტა ვერ ხვდებოდი. მე მივხვდი. ანუ ჩემი პედაგოგი იყო წლების განმავლობაში თავის დაუნებურად. უკვე სოციალი აღარ იყო, როცა რაღაცები გახსენდებოდა. ესე იგი, ეს სიგურისმა. ხო. გააქვს თემურ რამე შეკითხვა კიდე? მე აღარა მაქვს შეკითხები, მგონი ბლიცისკენ. შენ ხო არ გაქვს რამე შეკითხვა? ჩვენთან. ავის თუ როგორ ახარ. ძალიან კარგად. ესე იგი, თემოს ამბები მაყურებელ მარესის რასაღარ საქმიანობს. თავარია იციან რომ ქალთა და ზოგჯერ კაცთა ბედნიერება. აი დაანებეთ ამ იარლექებს. ავამაყობინი მაგ ბედნიერებებში თავი. სრული ტყუილია ყველაფერი. ეხლა რაც თქვი, აი უთხარი ხალხს რა იმას თავაზობ. რა ქვია? ხო შეიძლება? არა, ეგ არ შეიძლება გამოგხდება? რა საჭიროა თორე რა. რატო რა რეკლამა? ნუ აქ სხვა რაღაცა არა, რაღაცა ბიზნეს იდეებზე იყო საუბარი, როცა დავხვეწავთ ამის კარგი მე მომეწონა პლეისმენტი შეიძლება რომ გავაკეთოთ. მომეწონა შენი ბიზნეს იდეა ხა. შენი ბიზნეს იდეა არ იყო, მოდი კანაფი დავთესოთ და გავკეთოთ. არ იყო, არის. კარგი რაღაცა თქვი. კარტოფილს თესტა ეს მახსოვს, ხო? კი. ცოტა კანაფი გაურიე. გვერდზე ჩაუხონეს. აი, ეხლა ბატარა ბლიციც ჩავაგრიალოთ. ესეც სწრაფი პასუხი. ქართულ კაცს ამითი მინდა რომ დავიწყოთ შენთან ბლიცი. წვადი თუ ქაბაბი? რთულია? არა, მოულოდნელი იყო. ქაბაბი. დიდებული. კინოში პირველად რა ფილმს უყურე? კინოში რო წახვედი, ხო, კინოთეატრში პირველად რა ფილმს უყურე? ძალიან პატარა ვიყავი. ძალიან პატარა ვიყავი. კინოგაზაფხული. აი, ვერ გეტყვი. კაი ბატონო. შეიძლება რაღაცა ისა ფანტომასი რაღაცა. აი, მაშინ ბოლოს რა ფილმს უყურე, ეგ მითხარი. კინოთეატრში ბოლოს უყურე ჩიპოსის დიდ სერიას უყურე. კავიაში იყო ჩვენ. ისე იმას უყურე, რაშიც მონაწილეობა. კაი ბატონო. კინო თუ თეატრი? ალბათ ისეთი მარადიული შეკითხვა. თუ ამოვიღო და ჩავსვათ და. კინო და თეატრი. კინო და თეატრი. კი ბატონო. რო შეგეძლოს რომელ რეჟისორთან ითანამშრომლებდი, ეს უკვე ზემოთ თქვი, რომ კვენტინ სტუდთან რა. კი, სიამოვნებით. ზაზა ვრუშაძესთან ვითამაშებდი სიამოვნებით და თემურ ჩხეიძესთან ვითამაშებდი სიამოვნებით. ჩვენიერი. აი, ჩვენიერი არც ერთი არაა, ჩემთვის ხელმისაწვდომი. სერიალის გახმოვანება თუ ფილმის გახმოვანება, რომელი უფრო საინტერესოა? ფილმის. რატო რა კრიტერიუმით, აი რა განსხვავებაა? ვიწყებ და მთავრდება რა. იქვე, მალე ხო? ხო და სერიალი აღარ თავდება. განსაკუთრებით 1500 სერიალი, ინდური სერიალი ტრავმა გახლავდა. შენი საყვარელი ქართული ფილმი? ყველა დროის. ერთი ცალი. გამიჭირდება გამორჩევა.
ვედრება ძალიან კარგი ფილმია. ვედრება. ისა ნატვისხე ძალიან კარგი ფილმია. აი ერთი ცალი უნდა თქვა. ეგრეა, ვიცი რომ რთულია, მაგრამ ვედრება, კი ბატონო. ჩვენი წინა სტუმრის საყვარელი ფილმი იყო არ ველოდი მართლა პირველი მერცხალი. იყო ირაკლის საყვარელი ფილმი, даже მიტირია მაგ ფილმზეო და ძალიან ბოლო გაცვლებაზე. ხო, კაი იყო. ფეხბურთი თუ კალათბურთი? აი რა დედა თუ მამა. ეგრეა საქმე. კაი, სასამთრო თუ ნესვი? მაშინ საზამთრო. თურმე მანქანა შეცვალე, მე არ ვიცოდი ეგ და BMW თუ Mercedes? BMW. ახალი ცეგარი? ახალი ვერ გავხაჩე. ახალი ძალიან ზრეშ. BMW და ბოლოს ბუნკერში სტუმრობას რეკომენდაციას გავუწევ თუ არა? რა თქმა უნდა გავუწევ. ჩვენი ძალიან კარგი. მოუწოდებ ცნობილ და არაცნობილ ადამიანებს თუ დაგერევენ და შემოგთავაზებენ, დაწარგდით. პროცესში ვართ. ეს მარტო ამ ბლიცით არ სრულდება ეს ყველაფერი ბუნკერიდან. აუცილებლად უნდა გაგატანოთ სამახსოვრო საჩუქრები. ესეთი პატარა ჩანთა, შიგნით დევს კიდე რაღაცეები. რაღაცეები დეს? ხო, აქვე ამოვალაგოთ რომ მე არ თქვა რომ ფული აქ აღებულია. ფული არ დევს. ფული არ დევს, ეხლა ვეგეთქვი. ფული რატო არ დევს მე რავი. ფული მე გადმოგირიცხო. ეს გადმოგირიცხო. საქართველოს ბანკ. ეს რაღაც როლზე მუშაობისას რაღაც გამოგადგება. როლზე მუშაობისას არა მე არ გაგაწმილებთ. აი ადამიანის ხელში წავა ეს. ჩემი შვილი ეს. ძალიან კარგი. დუდუს ვაჩუქებ და ჩვენი დახატავს რაღაცა ამას მედავით. ჩემ მანქანაში ჩავდებ. ახალ მანქანაში. ახალ მანქანაში აწუქა. წელიწად ნახევარი ამის ყავს. ნუ აი ეს ახალია. შედარებით ახალია და ესეც რაღაც ის არის მეგონი. მაისური. დიდი მადლობა ხალხო. რა კარგი. ესეთი სამახსოვრო. უი, რა კარგია თან ბუნკერელი ხარ დღეიდან. რო იცოდე. დიდი მადლობა. ვა, გაიხარეთ. ძალიან მეზარება ხა შავშავდი აქვე. იყოს, არ არის საჭირო. მე როგორც ცნობილი ბოდიბილდერი. ხო, დღეს მეექვსე გადაცემაც ეს იყო ჩვენი მეექვსე ეპიზოდი, ჩვენი მასპინძელი დღევანდელი ეპიზოდის იყო სტუდიო 314, რომელიც მდებარეობს ელექტროვერკის ტერიტორიაზე და თუ გიყვართ დესერტები და თანაც გსურთ განსაკუთრებული დესერტების მომზადება ისწავლოთ, აუცილებლად დაუკავშირდით ამ კომპანიას და დანარჩენზე ისინი დაგაკვალიანებენ. ჩვენი სტუმარი იყო დღევანდელი სტუმარიც არა რა, თანაწამყვანი იყო დიმიტრი ტატიშვილი, მსახიობი, რომელსაც მინდა დიდი მადლობა გადაუხადო. ძალიან დიდი მადლობა. კვიტოზე კიდე როგორც მოგახსენეთ, ლაშას მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით ეპიზოდებში შემოგვიერთდება. აუცილებლად.